არ ვიცი. ჯანმრთელობა. ბოდიში ბულშეტზე ალერგია მაქვს და სანამ ფულის შოვნაზე გადავალთ გენაცვალ. ჯერ ფული რა არის ხო უნდა გავიგოთ. ჩვენ გენეტიკურად ჩვენთვის და სოციალურად ჩვენთვის ფული არის ხელის ჭუჭყი. ჩვენ ისტორიულ გენეტიკურ კოდში ჩაწერილი გვაქვს რომ მარცხი არის სამშობლოს დაკარგვა. მამაშენი დედაშენი რო გეუბნება ბავშვობაში რომ ამ ხელა ბიჭი ხარ რა გატირებს, რეალურად გეუბნება იმას რომ მარცხი არ შეიძლება. ვხედავ ორივე შესაძლებლობას. იმასაც რომ სამყაროს დაერხევა ამ ტექნოლოგიების გამო და იმასაც რომ სამყარო გადარჩება ამ ტექნოლოგიების გამო. შენ რომ მეკითხები ფული როგორ ვიშოვოთო, ვიღაცამ ეხლა გამორთო შენ YouTube ვიდეო, იმიტომ რომ აო ეხლა ესენი დაიწყებ. ჩავიფიქრე იდეას ქვია მე მგონი ამას თუ ვიზავ ესე იმუშავებს. მივდივარ გარეთ, ვაკეთებ ექსპერიმენტს, მოდივარ სახლში, აღმოვაჩენე რომ ვწდებოდი აბსოლუტურად. უნდა გადალახო ეგ, უნდა გაწყვიტო ჯაჭვი და უნდა თქვა რომ ეს ჩემი შვილი არ არის. ჩემი იდეა არ არის ჩემი შვილი. შენი საქმე თუ არ გამოვიდა ეს არ ნიშნავს რომ შენ არ ვარ გიხარ. ეს ნიშნავს რომ რაღაცა ვერ იპოვე უბრალოდ და საძებნელი არის რა. გამარჯობა, Founders Club-ის მომდევნო ეპიზოდს უყურებთ. დღესაც ძალიან საინტერესო სტუმარი ვყავს, თუმცა მანამდე ტრადიციულად გეტყვით და შეგახსენებთ, რომ პოდკასტის წარმომადგენელია კომპანია Live Support-ი, რომელიც უკვე 10 წელია ბაზარზეა. გთავაზობთ IT outsourcing-ს, კიბერუსაფრთხოებას და სხვა დაკავშირებულ სერვისებს. ასევე ჩვენი სპონსორია More ABC, რომელიც არის More Global-ის ქსელის წევრი საკონსულტაციო კომპანია. და More ABC გთავაზობთ აუდიტს, ბუღალტერიას, საშემფასებლო მომსახურებას, საგადასახადო რისკების ანალიზს და ამგვარ სერვისებს. დღეს ჩვენი სტუმარი არის არც მეტი არც ნაკლები ნიკოლოზ გოგოჭური. სახელი სწორად თქვი, არა თორნიკე. თორნიკე არ არის. ნიკოლოზ გოგოჭური, მადლობა რომ მოხვედი და გამონახე დრო და დაგვითმე დრო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, კახი. რაღაც ჩამჭრელი კითხვით გინდოდა დაწყება ჩვენი პოდკასტის როგორც მახსოვს. არა, ჩამჭრელი არ არის, უბრალოდ მინდოდა შენთვის პირადად მეკითხა, რატო აკეთებ ამას? რატო მიმყავს პოდკასტი? ხო, აი, რატო აკეთებ ამ პოდკასტს? სიმართლე რო გითხრა, რასაც ვაკეთებ, იქნება ეს პოდკასტი არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ რამე. ყოველთვის მინდა რომ რაღაც ღირებული შევქმნა. მაგალითად ადამიანი რომ ჩვენ საუბარს რომ მოусმენს, რაღაც ახალს გაიგებს, ახალს ისწავლის, იმიტომ რომ მე მაგ განხრით ვარჩევ ხოლმე, უყურებ ხოლმე რაღაცებს, რომ აი ეს რაღაც ახლის მოსმენა, ახლის გაგება, რაც თან ღირებულია, რაც ახალს მასწავლის, ერთი რო სასიამოვნოა და მეორე სასარგებლოა. აი ეგ არის ალბათ მამოძრავებელი, რატომაც ამას ვაკეთებ. და ნუ მეორე ცხადია ხა რაღაც პრაქტიკულად თუ შევხედოთ, ფინანსური სარგებელიც კი გჭირდება და. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეს კითხვა საიდან მოვიდა, იცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ეგეთი რაღაცეებით, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი კონტენტს უყურებს იმისთვის, რომ რაღაცა მიიღოს. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს უნდება ის რომ თვითონ იყოს გენერატორი იმისი, რასაც მერე სხვები მიიღებენ და სულ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ადამიანებს ვკითხო, აი შენი რატომ რა არის, შენთვის რატო გახდა ის საჭირო რომ შენ გახდე გამცემი და მიმცემი ამ ცოდნის და გამოცდილების, რომელსაც თქვა უმეტესობა იღებს. ეს კითხვა რო შემოგიბრუნო შეიძლება, იმიტომ რომ შენს მიუხედავად იმისა, რომ ხარ სტარტაპერი, ანტრეპრენიორი, ლექტორი, მენტორი, ასე შემდეგ, მათ შორის ამ ტიპის კონტენტს შენს აკეთებდი YouTube-ზე. კი ბატონო. რამდენიმე წლის წინ. შენთვის რა შენ რა პასუხი გაქვს ამ კითხვას? რო გადავახვიოთ ახლა 5 წლით უკან, ხო, 2020-ის დასაწყისია 2019-იც კი. ესეთი სიტუაცია იყო რა, რომ კაი ხანს მე მქონდა ეს ფიქრები სულ, რომ აი რატო არ შეიძლება რომ მე გავაკეთო ეგეთი პოდკასტი, ან რატო არ შეიძლება რომ არსებობდეს პოდკასტი, სადაც თან მაგ დროს ალბათ აი კულტურა არ არსებობდა. არა, ნაკლებად ხო, ნაკლებად არსებობდა ეგ ამბავი, საქართველოში კონტენტი ნაკლებად გენერირდებოდა, მაშინ გასართობი კონტენტიც კი ძალიან იშვიათი იყო ქართულენოვან YouTube-ში, ხო? და სულ მქონდა ეს აზრები, რომ აი რატო არა და სულ პასუხად ჩემივე შინაგანი მე პასუხობდა, რომ ხო, როდისმე. და სიმღერაც ხო რაღაცა. კი, და 2019 წლის ბოლომდე რომ მივედით, მე მივხვდი, რომ ან ეხლა გავაკეთებ და ჩემ თავს ვაჩვენებ, რომ არ ვაბულშეთებდი მთელი ეს დრო და ეს როდისმე დადგა, ან უნდა შევეშვა მაგაზე ლაპარაკს და ფიქრს საერთოდ რა. და 2020-ის დასაწყისში პირველი ეპიზოდი ჩავწერე ნიკა როსტომაშვილთან, ჩემ co-founder-თან ერთად ვირექსიდან.
რომელსაც შუაგზაში ხმა გაუფუჭდა, შუაგზაში კამერა აირია, იმიტომ რომ ვერ გადავიღეთ ნორმალურად. მოკლედ ყველაფერი არასწორად წავიდა, რაც კი შეიძლებოდა რომ წასულიყო არასწორად. და ამის მიუხედავად მეთქი ეს ეპიზოდი უნდა გამოვდო, იმიტომ რომ ანუ პირველი initial იყო ეგ, რომ ჩემ თავს უნდა ვანახო, რომ მე ამდენი წელი რომ ვამბობდი, როდისმე ამას გავაკეთებ თქო, ეს ტყუილი არ იყო, ჩემი თავის მოტყუება არ იყო, იმიტომ რომ ვერ ვიტან საკუთარ თავს როგორ ვატყუებ. ესე იგი საკუთარ თავის დამტკიცებას იყო რაღაც. ეგ იყო იმპულსი. ხო, ანუ ნახე, არის ორი კომპონენტი, ხო, არის იმპულსი, რომელიც რაღაც გაკეთებინებს და არის გრძელვადიანი სურვილი ან მოთხოვნილება ან მიზანი, რის გამოც აკეთებ, მე გრძელვადიანად. თორე იმპულსი, მარტო იმპულსი რო ყოფილიყო პირველი ეპიზოდის მერე ვიტყოდი ხო ქენი. დამთავრდა. მაგრამ მე გავაგრძელე ხო 2 წელიწად ნახევარი ვაკეთებდი ამ ამბავს ყოველ 2 კვირაში ერთხელ წელიწად ნახევარი საკმაოდ. კი, 2 კვირაში ერთხელ ედებოდა ეპიზოდები. აი, მანდ უკვე რატომ შემოდის და ეს რატომ იყო ძალიან მარტივი რაღაცა რა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რადარს ქვეშ მიდის ბიზნეს ეკოსისტემა, ინოვაციური ბიზნეს ეკოსისტემა რადარს ქვეშ არსებობს საქართველოსი და უფრო ფართედაც რო შევხედოთ, ზოგადად საქმის მკეთებელი ხალხი, ადამიანები, ვინც რაღაც შედეგებზე გადიან, არა იმისთვის რომ ილაპარაკონ ამაზე, არამედ იმისთვის რომ შედეგზე გავიდნენ, რადარს ქვეშ არიან და გარედან ჩანს მარტო სადღეგრძელო ხალხს ვეძახი რა, ანუ სადღეგრძელოში რო ადვილად მოსახსენიებელი არის ესეთი ხალხი რა და მივხვდი რომ არ ვიცი 200 წელიწადში, როდესაც არც ერთი აღარ ვიქნებით ამ დედამიწაზე, ხო, მინდა რომ ვიღაცამ გადმოხედოს და თქვას რომ 2020-იანების საქართველოში რა ხდებოდა, რა ხალხი აზროვნებდა, როგორ აზროვნებდნენ, რას აკეთებდნენ და აი ეგ იყო ჩემი ესეთი რატომ რომელსაც მე როგორ ფიქრობ მიაღწიე მაგას? რაღაც დონეზე მივაღწიე ალბათ, მაგრამ რაღაც დონეზე რომ მივაღწიე, მე თქვენ აგრძელებთ ყველა. და იცი რა მაინტერესებს, რადგან გამოცდილი კაცი ხარ მაგ საქმეში. აი ხშირად რთულია მოკლედ რა, ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც თან ხარისხიანია, თან საინტერესო და თან მსმენელი და მაყურებელი წავს. შენი დაკვირვებით აი ამ როგორ შეიძლება ამ სამი რაღაცის, ასე ვთქვათ, შეთავსება, კომბინაცია? იმისთვის რომ რა იმისთვის რომ მეტი ხალხი იყოს? თუნდაც ხო ერთ-ერთი საზომი ალბათ ეგეც ხო არის რა, რაღაცას რო აკეთებ თუ შენთვის არ იყო ეგ მაინც და მაინც. ჩემთვის არ იყო და შეიძლება ეგ რაღაცა ამბავში ჩემი მინუსიც ყოფილიყო, რომ მე ამ რაღაცნაირად მერკანტილობად აღვიქვავდი, როგორც კი ვიწყებდი ფიქრს ნახვების რაოდენობაზე რა. რაღაც ამბავში არ არის ეგ სწორი აზროვნება, ჯობია რომ პრაგმატულადაც იაზროვნო, რაციონალურადაც იაზროვნო და რაღაც ამბავში კოჭიც გააგორო იქით, საითაც ჯერ შენი მსმენელი არ არის. მე ამას ნაკლებად ვაკეთებდი და იდეაში ესე თუ შევხედავთ, რიცხობრივად თუ შევხედავთ, ალბათ შეცდომაც იყო ეგ ამბავი რა, მაგრამ ჩემი მიზანი არ ყოფილა ეგ ამბავი. ჩემი მიზანი იყო, რომ ვისაც აინტერესებს იმან უყუროს, მე მაინტერესებს რამდენი არის, ვისაც ესეთი თემები აინტერესებს და ესეთი ადამიანები, მე ჩემი პასუხი ამით მივიღე, აღმოვაჩინე, რომ 3000-3500 ადამიანი არის ალია ბალია. მან ყოველთვის მაშინ იყო. თელ ქვეყანა მაშინ ხო, მაშინ ეგრე იყო. და ამიტომ დღევანდელი გადმოსახედიდან რამეს შეცვლიდი, ანუ გასხვავებულად გააკეთებდი რამეს? თუ კი მიზანი იქნებოდა და ეხლა ალბათ რომ დამეწყო ეგეთი რაღაც, ალბათ ჩემი მიზანი ეგეც იქნებოდა რა. ჩემი მიზანი იქნებოდა რომ ვისაც ჯერ არ აინტერესებს, ისინიც დავაინტერესოთ, იმიტომ რომ მაშინ მე ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ეხლა ვფიქრობ იმაზე რომ აზროვნებას იმდენად გადაჩეული ვართ საზოგადოება ყველა და მთელი ალგორითმი ამაზე მუშაობს. მთელი სისტემა მაგაზე მუშაობს, რომ შეიძლება ნაკლებად იაზროვნოს. ნაკლებად იაზროვნო, ნაკლებად კითხვები დასვა, ნაკლებად ზოგადად ჩაუკვირდა რაღაცებს, იმიტომ რომ არ გეცალოს, ხო? ამიტომ ახლა რო ვიწყებდე მე ლიმონადის კეთებას ან ნებისმიერი კონტენტის კეთებას, ახლა დავიწყებდი იმ მიზნით, რომ ვისაც აინტერესებს იმათ გავუსწორდეთ და ვისაც არ აინტერესებს ჯერ ისინი დავაინტერესოთ და შემოვიყვანოთ რა. იმიტომ რომ ეგ არის საჭირო და მასე თუ შევხედავდი ახლა ხო და ახლა დავიწყებდი. ბევრ რაღაცას შევცვლედი აბსოლუტურად გეთანხმები რა. ანუ ჯერ ეგერთი ის რომ 2 საათიან ეპიზოდებს რო ვდებდი ხო და მარტო მაგ 2 საათიანს ვდებდი და ვამბობდი რომ საკმარისი არის, ვისაც აინტერესებს გადაახვევს, გადმოახვევს, ჩეპტერებს უკეთებდი რომ ვისაც უნდა იქ ჩართავს, აქეთ ჩართავს. რეალურად ეგ ალგორითმს აძლევს ძალიან ცუდ იმას რა ქვია, სიგნალებს რა. ადამიანი რთავს და 2 წუთში თიშავს, მე რთავს 70 წუთზე, მე რთავს, ანუ ფრაგმენტულად უყურებს შენ კონტენტს. შესაბამისად ალგორითმი თulis რომ შენი კონტენტი არ არის საინტერესო, engaging არ არის. ნუ პრინციპში შენს თავიდანვე მაგისთვის ალბათ გარკვეულწილად დამზადებ, ხო, რა რაღაცა მონაკვეთი შეიძლება საინტერესო არ იყოს და შეგიძლია გადაახვიო.
და უნდა ხომ არა ნახე პარალელურად უნდა შეურიო შენ კონტენტი, ანუ 2 საათიან ეპიზოდს რო დადებ, ან 2 საათიან ეპიზოდამდე, ან 2 საათიანი ეპიზოდის მერე მოკლე კონტენტები მიეცი bite size იმისთვის რომ ადამიანებმა უყურონ სრულად. იმიტომ რომ ეგ ალგორითმისთვის მნიშვნელოვანი არის, იყო და დიდი ალბათობით იქნება რა. იმიტომ რომ პლატფორმის მიზანი არის რომ პლატფორმაზე ადამიანი გაჩერდეს. და თუ ეგ მაქედან თუ გამოხვალ YouTube-ის მხრიდან რო შეხედო, ხო? YouTube-ის მიზანია retention, YouTube-ის მიზანია რომ მაყურებელმა არ გამორთოს YouTube. მიხდი, ორი რაღაცის შემთხვევაში აკეთებს promotions შენი კონტენტის YouTube-ი ორგანულად რა. ან იმ შემთხვევაში თუ შენი კონტენტი ყურებადი არის განგრძობითად და ადამიანი არ გადის არსად, ან შენი კონტენტიდან YouTube-დან არ მიდის და სხვა კონტენტზე გადადის ყოველთვის. ნუ რეკლამები ხომ აგიტო არის ხოლმე. ხო და ამიტომ ჩემი კონტენტი იდეაში არც ერთი იყო და არც მეორე. შემოდიოდა ტიპი, რომელსაც კონკრეტულად ის ეპიზოდი აინტერესებდა და უყურებდა გრძლად ის ტიპი და დანარჩენები უყურებდნენ როგორც ჩართავდნენ, ახო ეს ტიპი არ მაინტერესებს და გამორთავდნენ. ანუ ანალიტიკაში ეგრე ჩანდა ყოველ შემთხვევაში და აი ესეთი მრუდი იყო როგორც აი სასწაული სიკვდილიანი მრუდი იყო რა. თვითონ ვხვდებოდი რომ ალგორითმი ამას არაზრს არ დააპრომოუთებს. პირველი 1 წუთი იყო ბევრი ნახვა და მერე ვარდებოდა და რჩებოდა რაღაც დონეზე, იმიტომ რომ ის რაღაც დონე არის ის ხალხი, ვისაც ის კონკრეტული ტიპი აინტერესებს რა. და როდის მიხვდი რომ აი ისეა უნდა შევწყვიტო ამის კეთება? იცი რა არის ცოტა განგრძობითი პროცესი იყო ეგეც, ანუ ეს ერთ დღესაც არ გამიღვიძია და არ მithkoms რომ აღარ გავაკეთებ თქო რა. მე და მიგას ბევრი გვილაპარაკე ამას. მიგა ჩემი ოპერატორი იყო, ვინც მეხმარებოდა, ჩემი გუნდის წევრი არის ვირექსში. ხო და მე და მიგას ბევრი გვილაპარაკე ამას და ერთი წუხილი იყო ის რომ ბოლო დროს ვიგრძენი რომ ის საუბრების სიღრმე არ არის საკმარისად ღრმა სიღრმე არ არის. ხვდები, ანუ მაგალითად ადამიანებს ძალიან უჭირთ საქართველოს რეალობაში, ქართულ ეკოსისტემაში ძალიან უჭირთ მაგალითად თავიანთ მარცხებზე ლაპარაკი. რატო არის ეგრე როგორ ფიქრობ? ნახე, ორი კომპონენტია ჩემი აზრით რა. ერთი კომპონენტი არის გენეტიკური კომპონენტი, ანუ ჩვენ ისტორიულ გენეტიკურ კოდში ჩაწერილი გვაქვს რომ მარცხი არის სამშობლოს დაკარგვა. ანუ არსებობს ქვეყნები, სადაც ბავშვები გენეტიკურ კოდში ამას არ ატარებენ, ხვდები? ანუ მათთვის მარცხი არის სწავლა. და ჩვენთვის მარცხი ყოველთვის იყო სიკვდილი. ეგ ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. და ამიტომ შენ აქ დაბადებიდან იზრდები მარცხის ისეთი შიშით, რომელიც ეგზისტენციურია, მიხვდი? ანუ მამა შენ, დედა შენი რო გეუბნება ბავშვობაში რომ ამ ხელა ბიჭი ხარ, რა გატირებს, რეალურად გეუბნება იმას რომ მარცხი არ შეიძლება. მიხვდი? ანუ ერთი ეგ იყო, ერთი კომპონენტია და მეორე კომპონენტი არის იმდენად პატარა ქვეყანა არის რომ აქ რო შენ რაღაცა შენ მარცხზე ლაპარაკობ, ეს მარცხი მინიმუმ კიდე 2 ადამიანს ხო ეხება და იმ 2 ადამიანის საქმეს ასაჯაროებ იმ 2 ადამიანის რა დააშავეს. და აი ემპათიურად თუ შეხედავ, გასაგები ხდება რატომ არ უნდა ადამიანს მარცხზე ლაპარაკი, ხვდები? შენ შეიძლება ვერ ვილაპარაკო რაღაც იმ მარცხზე ლაპარაკი ძალიან მიყვარს რა. მეც მიყვარს, მაგრამ რაღაცა მარცხი იმისთვის რომ გაკვეთილად იქცეს, გაანალიზებული უნდა იყოს, ხო? მაქამდე უნდა მიხვიდე. ხო, უნდა დასვა კითხვა რატომ დავმარცხდი და მე უნდა ახსნა ეს ამბავი და რაღაცნაირად გაანალიზო. იმისთვის რომ შენ რო ეხლა მკითხო რომ აბა შენი რაღაცა მარცხი გაიხსენე. გავიხსენებ და სადღეგრძელოს დონეზე მოგიყვები ისტორიას, მაგრამ იმისთვის რომ შენ და შენმა მაყურებელმა მართლა რაღაც გაკვეთილი გამოიტანოს, მე უნდა გავაშიშვლო ეს მარცხი. ხო, ზუსტად მოდი გქნათ ეგ. ხო და გაჭირდება, მაგას გიხსნი ზუსტად რომ გაჭირდება. იმიტომ რომ მე და შენ როდესაც ვილაპარაკებთ კამერებს მიღმა, მე შეიძლება ისეთ დეტალებზე აგიხსნა რომ შენთვის გასაგები გახდეს ის მარცხი რა მარცხი იყო რეალურად და როგორ ისწავლა მაქედან. მიხვდი? და კამერების წინაშე მე შეიძლება რაღაცეები ისე ვერ ვთქვა, იმიტომ რომ ვიღაცებს ეხება კიდე. და ეს ვიგრძენი მე რომ ადამიანებს უჭირთ არა და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მინდოდა რომ ეს საუბრები ყოფილიყო არის ის რომ მაყურებელს ენახა რომ ეს ადამიანები ვისაც წარმატებისთვის აქვს მიღწეული, არა მარტო წარმატებებით მოძრაობენ რა, ასევე მოძრაობენ მარცხებით, რომლიდანაც ისწავლეს. და ეს ერთი კომპონენტი იყო მოკლედ რა, რატომაც რაღაცა ნალექი გაუჩნდა ჩემთვის ლიმონათის კეთებას რა, რომ შენთვის ლიმონათი იყო მარცხი, რომლისგანაც რამე ისწავლე? არა. თუ იყო გაკვეთილი, თუ იყო წარმატება. ჩემთვის ლიმონათი, ჩემთვის პირადად ლიმონათი ცალსახად იყო წარმატება პლუს გაკვეთილი. ანუ მარცხად არ აღვიქვა. რა მთავარი დასკვნა გამოიტანა ამ პროცესისგან, ხო? 2.5 არა და 2 წელიწად ნახევარი ხო დიდი დრო არის. კი. უამრავი დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ ერთი მთავარი დასკვნა, რომელსაც მე ვიყენებ ყოველდღიურად და მადგება არის ის, რომ
მე ვიგრძენი თავდაჯერება უფრო მეტი ვიდრე მანამდე მქონდა ხვდები ანუ ძირითადად კონტენტის კეთება სანამ იწყებს ადამიანი სულ აქ ხოლმე ეს თვითმარქვია სინდრომი ქვია მაგას რა იმპოსტერ სინდრომი ანუ თვითმარქვია სინდრომი აქვს რომ მე რატო უნდა მომისმინოს ვიღაცამ ხვდები ანუ ან მე ვინ ვარ რომ ვილაპარაკო და რაღაც და აი ეგ მე აღმოაჩენ რომ რეალურად ვიღაცები გისმენენ ეგ გამიქრა იმიტომ კი არა რომ აღმოაჩინე რომ მაგარი ტიპი ვარ ხო არა გამიქრა იმიტომ რომ მივხვდი რომ ყველა ადამიანს უნიკალური პერსპექტივა აქვს რომელიც საინტერესოა და მე ერთ-ერთი ვარ მაგიდან ეგ არის რითიც ყოველდღე მოძრაობ რა რაც ლიმონადმა მომცა გაგრძელებას ხო არა გეგმავა ნაპირებ უკვე აი დაშკნებ გამოტანილზე შეცვლილი ფორმით დიდი ალბათობით გაგრძელებას არ ვაპირებ იმიტომ რომ ის თავი დამთავრდა ჩემი ცხოვრების სხვა რამის გაკეთებას აუცილებლად დავაპირებ იმიტომ რომ ზოგადად ეგეთი სამაქრა ქვია მოთხოვნილება მაქვს საკუთარი თავის გამოხატვის გაიგე და ლიმონათი მომენტში იყო ჩემი თავის გამოხატვა რა და ვიპოვე აუცილებლად რაღაც გასასვლელს რომელთაც გამოვხატავ საკუთარ თავს. საკუთარ თავს კიდე რითი აი მაგალითად ხედავ რომ ჩაცმულობით გამოხატავს. ხო, კი. კიდე რითი გამოხატავ და როგორ უნდა გამოვხატოთ ზოგადად რა უფრო მეტად საკუთარი თავი იმიტომ რომ ნიშნულოვანი რაღაც გონია უბრალოდ ამას ჭირდება თან თავდაჯერების მოპოვებას ჭირდება რომ საკუთარი თავი გამოხატო ისეთი როგორიც რეალურად ხარ. თავდაჯერებამდე ამას რა ჭირდება იცი თავდაჯერებამდე ამას ჭირდება დამარცხება იმ მაიმუნის რომელიც ტვინში გიზის რომელიც მუდმივად გაკრიტიკებს რომელიც მუდმივად გეუბნება რომ რაღაცა არ ვარგა რომელიც მუდმივად გეუბნება რომ ლამარადეიდას არ მოეწონებოდა ეხლა ეს რო ენახა რომელიც მუდმივად გეუბნება რომ შენი წინაპრების ცუდი გამოხატულება ხარ აი ეგ მაიმუნი უნდა დაამარცხო რა იმისთვის რომ მართლა რაღაცის კეთება დაიწყო და მე ჩემ თავს ძალიან ბევრნაირად გამოვხატავდი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რა ვიცი დაწყებული იქიდან რომ ფოტოგრაფი მოვარ მოყვარული გაგრძელებული იმით რომ რეპებს წერ მე-9 კლასიდან და მათ შორის ბოლო დროს მეც დავიწყე შეხოთაშვილის რეპის წერას და გარიბოც ქართულად შერეული არის რა ქართული იმიტომ რომ მხოლოდ ქართული ენა რეპისთვის არის ძალიან მე ქართულად ვერ ვწერ ეხლავე ვაღიარებ რა ანუ მე-9 კლასშიც რატომღაც ინგლისურად დავიწყე წერა რა ესე სკოლაში მივდიოდი და გზად დავწერე რაღაც დღეს რო უყურებ რაც დავწერე მაშინ რა თქმა უნდა სამარცხვინოა მაგრამ ამან კატალიზატორი იყო ჩემთვის რომ ჩემთვის გამოხატვა მეპოვა მან რა და ამიტომ წლების მანძილზე წერდი და მე რაღაც მომენტში ავიღე და მეთქი რატომ არ შეიძლება რომ Instagram-ზე დავდო ან TikTok-ზე დავდო და დავდე რაღაცა და როცა დადე მე ალბათ ვიღაცებისგან იგრძენი რომ ფიქრობენ რომ ეს სულელია ალბათ ესე კი იცი რა მანდაც ძალიან სასაცილო ისტორია არის რა ძალიან ბევრი წლის წინ იყო ოღონდ აღარ მახსოვს რომელი წელი იყო 13 12 თუ 14 თუ რაღაცა ეგეთი მოკლედ ძალიან ბევრი ხნის წინ იყო და Instagram-ზე რო ვდებდი ხოლმე ჩემ ფრისტაილებს ავტომატურად იდებოდა Twitter-ზეც რა მაშინ გადაბმული იყო თუ გახსოვს ეგეთი მომენტი იყო რა და აქ რო ვდებდი იქაც იდებოდა რა და ერთხელაც Twitter-დან მომდის ისა რა ქვია ნოტიფიკაცია შევედი ნოტიფიკაციაში და ვერ დავიჯერე სკრინშოტად მაქვს შენახული რა როდის მე გავაკრავ რა არ ვიცი ჰიპ-ჰოპი ალბათ გაინტერესებს ხო KRS-One იცი ვინ არის კი როგორ ჰიპ-ჰოპი მაინტერესებს აი ხო და წარმოიდგინე ტელეფონს იღებ და ნოტიფიკაციაში წერე რომ KRS-One გაფოლოუებს და დაგილაიქა ვიდეო ასე ძახი KRS-One არა მაგრამ ქართველმა რეპერებმა და ვიღაც უცხოელმა რეპერებმა რაღაც რო დავდე ვიდეო გადააზიარეს და რაღაც ეგეთები იყო და ძალიან გამისწორდა მეც ხო კი მეც მქონია ეგეთი მომენტები რა ვიცი Wyclef Jean-ის პროდიუსერი შემეხმიანე ერთხელ ჩამოდიო მაიამიში ჩავწეროთ ტრეკიო მე გიჟღუ არა ხარ სტარტაპს ვაკეთებ რა ტრეკი ჩემი ჰობია უბრალოდ ხო და მოკლედ ანუ სულ ყოველთვის ვეძებდი ხოლმე რაღაცა გამოხატავს თავარი ალბათ ის არის რომ ექსპერიმენტების არ უნდა გეშინოდეს რა კი და აი საკუთარ თავის გამოხატვაზეც მაგითო გითხე რომ აქამდე მინდოდა მივსულიყავით რომ ვიღაცა შეიძლება ინსპირაცია მიუცეთ ამიტომ რომ აი თუ რამის გაკეთება უნდა ადამიანს უნდა გააკეთოს კი ბატონო და მოკლედ ცოტა ნაკლებად სერიოზულად შეხედეთ საკუთარ თავს რა დასტოინად კი კარგი ის არის რა ქვია მოწოდება მაგრამ ზოგჯერ როცა ახალი რაღაც გაკეთება გინდა ცოტა შედარებით ნაკლებად სერიოზულად შეხედეთ მაგ ამბავს რა და ქართულ კონტენტს თუ უყურებ YouTube-ზე ესეც მოვამთავროთ ეს თავიც და გადავიდეთ შემდეგ ქართულ კონტენტსაც ეგრე უყურებ რა ალგორითმი რასაც შემომთავაზებს ბოლო დროს უფრო მეც მთავაზობს და იმიტომ რომ ალბათ ბევრად მეტი გაჩნდა და მეც ალბათ დავაკლიკე ბევრად მეც მაგრამ ერთი რასაც აბსოლუტურად ვხედავ არის ის რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ქართულმა კონტენტმა ისკუპა ხარისხშიც და რაოდენობაშიც რა ეგ ძალიან მომწონს და აი უცხოურ კონტენტიდან რას გამოვარჩევ აი ძალიან რას უყურებ აი რისი ხარ ძალიან ბევრ რაღაცას უყურებ რავი ეგრე რომ გამოვარჩიო არ ვიცი მაგრამ აი რავი ჰუბერმანის პოდკასტი ძალიან მომწონს
Diary of a CEO ძალიან მომწონს თემას გააჩნია რა Veritasium-ს უყურებ ხოლმე საგანმანათლებლო ვიდეოები აქვს გადასარევი Huge of True არის ძალიან კარგი ვიდეოები მეცნიერებაზე მოკლედ მეცნიერებაზე შემეცნებით კონტენტს უყურებ ძირითადად აი ეგრე რა და საგანმანათლებლო რაღაცეებსაც უყურებ და მანქანებზე BMW თუ Mercedes-ი BMW არა სხვა შორის გერმანულად BMW არის ამიტომ იყოს BMW არც ერთი აბა პრიუსი იდეაში მაგორიდან თუ უნდა ვირჩიო მაინც და მაინც მაშინ BMW არა რეალურად რომელი ბრენდი მოგწონს ეგ მაინტერესებს Audi ნახე საცოლეთ თუ ისე რა მოსაწონად მოსაწონად იმიტომ რომ ხო ხტები არა საოჯახე ხტები ჩემთვის ვიყიდი Toyota-ს და მეყოლება და ნერვებს არ დამაწყვიტავს მაგრამ შეიძლება ისი ალფა სტარება გაცილებით უფრო მომწონდეს მაგრამ არ ვიყოლია ფარასდროს მიხვდი რას გეუბნები ამიტომ ძალიან დიდი სიამოვნებით გავატარებდი ყველა სუპერკარს მსოფლიოში მაგრამ რაც ასაკი მემატება განსაკუთრებით 40 წელს რო გადავაბიჯე უცებ შევამჩნიე და მივხვდი Porsche-სკენ რატო იყურებიან ხო ანუ Porsche-ს არ ვთვლიდი სასურველ მანქანად არასდროს მაგრამ 40 წელს რო გადავაბიჯე ერთხელ რეალში ვნახე ორჯერ სამჯერ და 911 მინდა წარმოვიდგინე რომ ეგეთი სიტუაცია Porsche-ს ფული გაქვს კი მაგრამ ამ ფულის დახარჯვა ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება Porsche-ს იყიდი თუ სხვა რამეში დახარჯვა მარტო ეგ ფული მაქვს ხო რა აი ეგ ფული გაქვს მოგროვილი არავითარ შემთხვევაში მანქანაში არ დავხარჯო რაში დახარჯვა ინვესტიციებში საკუთარი თავის განვითარებაში ყველაზე კარგი ინვესტიცია რა არის შენი მეორე ადგილზე რა არის თორე პირველ ადგილზე საკუთარ თავში ინვესტირება განათლებაში თორე მეორე ადგილი ყველაზე კარგი ინვესტიცია არის ის ინვესტიცია რომელსაც შეუძლია რომ წელიწადში 30% დაგიწეროს რა არის ეგეთი ინვესტიცია ეგ ცვალებადია ხან რა ეხლა მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეხლა მიუთითო ვიღაცას სად უნდა დააბანდოს ფული ხვდები ანუ კრიპტოც არ უნდა გააკეთოს საერთოდ მაგას გეუბნები კრიპტოც ძალიან საინტერესოა real estate-იც ძალიან საინტერესოა აქციებიც ძალიან საინტერესოა ინდექსებიც ძალიან საინტერესოა მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საუკეთესო ინვესტიცია არის ის რომელშიც შენ ყველაზე კარგად ერგვევი ინვესტიციებიდან გადავიდეთ ანტრეპრენიორობაზე ნუ ანტრეპრენიორობა მეწარმეობა კაი რომ შეიძლება არა ანტრეპრენიორობა იყოს იმიტომ რომ პირდაპირ თარგმანი არ არის მეწარმე სამწუხაროდ არ გვაქვს ეგ სიტყვა იცი რა მაინტერესებს შენ როდის უბრალოდ აი რა მიგიყვანა აქამდე ანტრეპრენიორობა რა დაგემართა რა მოხდა ისეთ შენ თავს ეგეც გრძელი ისტორიაა და არ ვიცი რამდენად გვაქვს გრძელი სიტყვა მოკლედ ითქვა ხო ახლა შევეცდები რომ მოკლედ თქვა რა მოკლედ მე მომიწია რომ გავხდე ანტრეპრენერი არიან ადამიანები ვინც აი თავიდანვე ბავშვობიდანვე თვისებები აქვთ ანტრეპრენერს რაც ჭირდება რა ანუ აი ეს რაღაცა ჩალენჯისკენ მიდრეკილება მოგების წერისკენ მიდრეკილება რაღაცა values გენერაციისკენ მიდრეკილება მე არ მქონია არასდროს მაგრამ მე მქონდა დაუუკებელი სურვილი რომ რაღაცა გამომეგონებინა გამომგონებელი ტიპი გამომგონებელი უფრო იყავი ვიდრე ბიზნესმენი ტიპი ხო და მე ძალიან ადრევე ჩემ ასე ვთქვათ კარიერაში მივხვდი რომ ეგ არ არის საკმარისი სამყარო იცვლება და აღარ არის ეს სამყარო იმ ტიპებისთვის ვისაც შეუძლია მარტო აღარ აქვს ფუფუნება ადამიანებს რომ მარტო გამომგონებელი იყოს ან მარტო ბიზნესა ტიპი იყოს ან მარტო ისე რა ქვია მოძრავი ჩალიჩა ტიპი იყოს აღარ არის ეგ სამყარო შეიცვალა და ამას მე მივხვდი საკმაოდ ადრე და დავიწყე ვარჯიში მაგ მიმართულებით მოკლედ რა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მაგას ახლა ამ წამს ვერ გეტყვი და შემიძლია ბევრი დავიბრალო მაგრამ ვერ ვიტყვი როგორ უნდა ივარჯიშო რომ ანტრეპრენიორი გახდე იმიტომ რომ წინა პოდკასტშიც ვლაპარაკობთ მაგაზე რომ თუ არ მოემზადე რაღაცისთვის რაც არ უნდა გაგიმართლოს შეიძლება ეგ შანსი ვერ გამოიყენო კი ბატონო რამდენიმე კომპონენტია, მთავარი კომპონენტით დავიწყოთ მოდი რა. უნდა ივარჯიშო უარის მიღებაში. ეგ ხო ის არის თერაპია, ქართულად უარყოფის თერაპია. უარყოფის თერაპია. ხო და ნახე, ანტრეპრენერისთვის ეს არის ეგზისტენციურად სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარი. შენ თუ არ გაქვს უნარი, რომ სამყაროსგან მიიღო უარი, გადააბიჯო შენ ემოციებს და გაარკვიო ეს უარი საიდან მოდის, არ გამოვა შენგან არც ანტრეპრენერი, არც შენი ბიზნესი არ გამოვა და არც სტარტაპი არ გამოგივა, იმიტომ რომ შენ ვერ დაინახავ მიზეზს თუ რატო არ გამოდის.
ამიტომ ვარჯიში უნდა დაიწყო მაგით რა. ყოველი შანსი უნდა გამოიყენო, რომ მოხდე ისეთ მომენტში, როდესაც უარს მიიღებ და გაარკვიო ეს უარი საიდან არის და შეეცადო გადალახო ეგ უარი. რავი, თუ გინდა დეითინგში ვარჯიში, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ რამეში შეგიძლია ივარჯიშო. თავარია რომ უარს მიეჩვიო. მე სხვანაირად ვერ გადალახავ. მე გამბავი უბრალოდ დამემთხვა რა, ანუ 2004 წელს რო გავაკეთე ჩემი პირველი კომპანია, ანიმაციური სტუდია გავაკეთე, ოცნება მქონდა რომ როდის მე ანიმაციური სტუდია მექნება თქო რა. და მე ჩემი ბავშვობის მეგობარი მოკითხა ზურას. ზურა შემხვდა იმაში სადღაც ქუჩაში, წლების უნახავი, მოუყევი ეს ჩემი ოცნების შესახებ და შემომილაწუნა კარგად და მითხრა რომ ხვალე მივდივარ და აფუძნებ შენ კომპანიას რა. ეს კაცი რო არ ყოფილიყო, მე არ ვიქნებოდი აქ რა, სხვაგან ვიქნებოდი. წავედი და ვაფუძნე. სად იქნებოდი ისე? აზრზე არა ვარ. მაგას გრძელი ისტორია აქვს მეორე მიმული. შეიძლება კალიფორნიაში ვიქნებოდი უნივერსიტეტში, იმიტომ რომ მიმიღეს უნივერსიტეტში, მომცეს ისე რა ქვია 100%-იანი დაფინანსება და პოსტა 4 თვით დაიგვიანა, წერილი მოვიდა გვიან და ამიტომ ვერ წავედი კალიფორნიაში სასწავლებლად. ხო და ვინანე ეგ ისა რა ქვია? სხვა რაღაცა ვინანე, ის კი არ ვინანე რომ პოსტამ დააგვიანა და ის კი არ ვინანე რომ ირასაწყალი ვარ როგორ დაიგვიანა პოსტამ. ვინანე ის რომ მე არ მეყო ემოციური გამტარუნარიანობა, capacity იმისთვის რომ ეს დამემუშავებინა ეს მარცხი. და მიმეწერა ერთი წერილი მაინც იმ კალიფორნიის უნივერსიტეტისთვის და მეთქვა რომ ხალხო პოსტამ დაიგვიანა და იქნებ მომავალ წელს ხელახლა მიმიღოთ. აი ეგ არ მიქნია. ხო, ზოგჯერ შენ და ჩემს საცოდაობაში, ხო, და ჩემს საცოდაობაში ჩავყვინთე, გაიგე? აი გვინანე კი ბატონო. ამიტომ მაგიტო გეუბნები რომ ეს უარის მიღების უნარი გასავითარებელი არის აუცილებლად და რას ვამბობდი რომ მე ეგ დამემთხვა რა, რომ დააფუძნე ეს ჩემი პირველი კომპანია, მარტო კაცი ვიყავი რა. ერთ ძმაკაცს ვთხოვე, მოკითხა თემოს, უბრალოდ ვთხოვე რომ დირექტორად დაგნიშნავ თქო, იმიტომ რომ რაც მჭირდება და აპკაში მედო ჩემი ნამუშევრები, ესე ამობეჭდილი და წერეთელზე რო ჩაყოლება არის მთელი წერეთლის მანძილზე რო ის ავეჯის კომპანიები და რაღაცეები რო არის, მაშინაც ეგრე იყო რა 20 წლის წინ. და ესე ყველა მაღაზიაში ვაგაგუნებდი, შევდიოდი მენეჯერს დამალაპარაკეთ და ველაპარაკებდი, ვთავაზობდი ჩემ სერვისს. რა თქმა უნდა არავინ არ იყიდა, მაგრამ ნახევარი წელი აი ამ უარებით ყოველ დღე მეთოდურად დავდიოდი და ოღონდ აზრზე არ ვიყავი, რომ ეს ეგრე იყო საჭირო. სამაგიეროდ გამივარჯიშ და ზუსტად ეგ. ეხლა უარი ჩემთვის არის გადასალახი ამბავი უბრალოდ რა. როდესაც რაღაც პროდუქტს ქმნი, ბიზნეს აფუძნებ ასე შემდეგ, რაღაცა პრობლემას ჭრი, ხო? პრობლემას აგვარებ, რაღაცას ხედავ ისეც, რაც არ მოგწონს, გინდა გამოასწორო. აი შენთან რა იყო ეგ მომოძრაობები? სხვადასხვა ვენჩერში სხვადასხვა იყო ჩემ შემთხვევაში რა. აქედანვე 20 წლის პერსპექტივიდან შემიძლია ახლა ვიტყუო და რაღაცები ვილაპარაკო, რომ თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა, რომ აი ამ პრობლემას მოვაგვარებდი, ეგ ყველაფერი არის ბულშიტი ხოლმე ძირითადად რა. პოსტფაქტუმ რაციონალიზაცია არის რა. ამიტომ მაშინ როცა ვიწყებდი ანიმაციურ სტუდიას, მე უბრალოდ ოცნება მქონდა, რომ ანიმაციური სტუდია მქონოდა და ანიმაციური ფილმი გამიკეთებინა. ეგ იყო ჩემი მიზანი. არაფრის პრობლემას მოგვარებას არ ვაპირებდი, არავის საჭიროების დაკმაყოფილებას არ ვაპირებდი და საბოლოოდ მიაღწიე მაგ მიზანს. საბოლოოდ მივაღწიე იმას, რომ ჩემი ანიმაციური სტუდია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანიმაციური სტუდია იყო არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში ოღონდ. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მქონდა კინოინდუსტრიაში. მქონდა შეკვეთები და შეკვეთებზე ვმუშაობდით და რაღაცა მომენტში მოკლედ მანდაც კარგად არ წავიდა საქმე, იმიტომ რომ მე ომი მოხდა, მე ფინანსური კრიზისმა დაგვარტყა და ჩვენი ინდუსტრია მიყვა იმ ინდუსტრიას, რომელიც მთელ მსოფლიოში მოკვდა რა, real estate. და ამიტომ მოკვდა ჩემი კომპანია. ვირექს რაც შეეხება, ვირექსის შემთხვევაში მე იყო ვირექსი უკვე და მე იყო ნეიროპილოტთან. ხო, ვირექსში უფრო მეტი ბმა იყო და მეტი გააზრება იყო რა პრობლემას მოვაგვარებდით და ნეიროპილოტში კიდევ უფრო მეტი. ამიტომ ეს პროგრესი არის რა. ვირექსში იყო ეგეთი ამბავი. ვირექსში ჩვენ როგორც კი დავინახეთ ვირტუალურ რეალობის სათვალეები, რომ გავიკეთეთ და შიგნით რომ რაღაცა ეგ როდის იყო? რამდენი ხანი იყო? 2013 წელია წარმოიდგინე, საქართველოში VR-ი არავის არ აქვს ნანახი და ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ რაღაცა კონფერენციიდან, საიდანაც ჩამოიტანეს development kit-ი Oculus-ის, რომელიც რა დეველოპერებისთვის არის რა, ხარისხი უსაზღრესი, ყველაფერი უსაზღრესი, მაგრამ რომ გაიკეთებ, ეფექტს გაძლევს რა. და მანდვე მივხვდით, რომ ეს იმდენად მაგარი ტექნოლოგია, რომ ამან შეიძლება შეცვალოს ინდუსტრიები რა. და მანდ დავიწყეთ ფიქრი, საით შეიძლება წავიყვანოთ ეგ ამბავი. ახლა ჩემი ბექგრაუნდი რახანს არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში იყო, თავიდან მოვსინჯეთ ეგ ამბავი, რომ მოდი დეველოპერებს და არქიტექტორებს შევთავაზოთ VR-ით ბინების გაყიდვა, ასე ვთქვათ რა. დავიწყეთ 1-2 პროექტი გავაკეთეთ, მე როგორც უძველესი ქართული ტრადიცია ამბობს, ყველა დამკვეთმა უნდა სცადოს, რომ შენც მაგივრად გააკეთოს. ამიტომ პირველი შეკვეთა რომ გავუკეთეთ ვიღაცას იმან მე თავისი კამანდა აიყვანა და VR-ის გაკეთება დაიწყო, არ გამოუვიდა ეგ ამბავი
და მივხვდი რომ ისევ იგივე მდინარეში შევდივარ რა შეკვეთების ქარცეცხლში მივდივარ ისევ და არ მაინტერესებს. და ვთქვით რომ ჩვენი პროდუქტი გავაკეთოთ საკუთარი რა და რა შეიძლება იყოს ეს პროდუქტი და მანდ მოვიდა ზუსტად ეგ აზრი რა რომ რადგანაც ადამიანები მოგზაურობისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ, ცხოველები, ხო? და VR-ს შეუძლია მოგცეს განცდა რომ იქ ხარ, სადაც ხედავ, რატო არ შეიძლება რომ enhancer-ი არის რაღაც ადგილების შესახებ VR-ი გავაკეთოთ და ეს იყოს ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება. და მაკეთკენ წავედით. ანუ მანდაც პრობლემიდან არ დაგვიწყია, პრობლემამდე მივედით. პრობლემამდე პროცესმა მიგიყვანათ პრობლემა. აი ნეიროპილოტში აბსოლუტურად სხვანაირად იყო. ნეიროპილოტში პრობლემა ჩვენამდე თვითონ მოვიდა რა, ანუ ჩვენ ვირექს ვავითარებდით, ვაგრძელებდით ჩვეულებრივად და მაია მოვიდა ჩვენთან და თქვა რომ მე მაქვს თერაპია, რომლითაც ვეხმარები ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც უნიკალური თერაპიაა, ფსიქოთერაპიული, რომელიც აადვილებს შფოთვასთან ბრძოლას, აადვილებს პროცესს მენტალური ჯანმრთელობის აღდგენის. და მე მინდა რომ მილიონობით ადამიანს შევთავაზო ეგ თერაპია, მაგრამ მე ვერ ვიზავ, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და სერვისია ეგ ჩვეულებრივი. და მჯერა რომ VR-ი ამაში გამოდგება. და აი მაქედან დაიწყო. ანუ მანდ უკვე გასაგები იყო რა პრობლემას ვაგვარებთ. გასაგები იყო რატომ VR-ით და გასაგები იყო როგორ უნდა გავაკეთოთ. და მაგიტომაც არის რომ პირველი პროტოტიპი რო გავაკეთეთ და ჩვენ მორაგბეებზე გავტესტეთ და გავზომეთ ენცეფალოგრაფით აღმოვაჩინეთ რომ ჯერ ჩემთვის შოკი იყო რომ რა პროფესიული მორაგბე ეს ზის წარმოიდგინე ეს ჩვეულებრივად ზის და წნარად არის და შფოთავს თურმე 80%-იანი შფოთვა აქვს მაგ დროს და ეს VR-ი რო გავუკეთეთ და 3 წუთში რო შფოთვა 80-დან 30%-მდე ეს საინტერესო იქნებოდა აი მაგ მომენტში შეიძლება შფოთავს, მაგრამ მოედანზე უარესია, მან ენცეფალოგრაფით ვერ გაზომავ, მაგრამ შეგვიძლია ექსტრაპოლირება, ხო? მაგრამ ფაქტი გავაკეთეთ, შემდეგი რაღაც ექსპერიმენტი რა იყო რა, რომ მოვიყვანეთ, გავზომეთ, იქვე VR-ი გავუკეთეთ, VR-ის ყურებისას გავზომეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შფოთვა განულდა, გავუშვით მერე სახლში და 3 კვირაში მოვიყვანეთ და კიდევ ერთხელ გავზომეთ. ანუ შუალედში ვარჯიშებიც ჰქონდა, თამაშებიც ჰქონდა, ხო? 3 კვირაში მოსული ადამიანი, რომელსაც 80% შფოთვა ჰქონდა, ახლა ჰქონდა 60. ვიღაცას ჰქონდა 40, ვიღაცას ჰქონდა 37. ანუ 3 კვირაში შეინარჩუნა ეფექტი. და ანუ მაგან ჩვენ გვაჩვენა ის, რომ ეს ამ პრობლემას ნამდვილად აგვარებს. და განვითარება როგორი მოყვა, ეს არის ძალიან ნიშური პროდუქტი, ხო? VR რეალობა. კი ბატონო. ჯერ ერთი რომ ნაკლებად ხელმისაწვდომია, იმიტომ რომ აი მაგალითად ფასებსაც თუ გადავხედავთ, ეხლა მაგალითად Apple-ის ბოლო პროდუქტი რო ავიღოთ, ხო? ძვირია ძალიან. და მაგასაც თავი რო დავანებოთ, ისედაც ტექნოლოგიებში ჩახედული ვინც არის, მაგათთვის ოკეი, მაგრამ კი ბატონო. საერთო ჯამში აი მასებისთვის არც ხელმისაწვდომია, არც მაინც და მაინც ცნობიერება აქვთ ამაღლებული ამაზე. ეს ბიზნეს მოდელი რა ამართლებს საქართველოში? აი რამდენად ამართლებს, ეგ მაინტერესებს. კარგი კითხვა არის, არ ამართლებს. განსაკუთრებით საქართველოში არ ამართლებს. მე გეტყვი ზუსტად რა მოხდა, ხო? ეს წარმატებული ექსპერიმენტი ჩავატარეთ. იმ დღესვე თუ მეორე დღესვე რაგბის კავშირთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომ რას ამბობ, ეს ყველა მორაგბემ უნდა იწვნიოს თავის თავზე, რომ კარგად იყოს. როგორც შენ არ გინახავს იმის მერე რაგბის კავშირი, ისე არ მინახავს მე. ანუ ახალი უყურებდი თქვენ წინა ეპიზოდებს რა მოკლედ რა და ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა, რომ საქართველოს ძალიან კარგი ბაზარია ახალი პროდუქტის გასატესტათო რა. თლადეგრე არ არის. თლადეგრე არ არის, იმიტომ რომ არის რაღაცა ნიშური ტექნოლოგიები, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ვერ იტესტება ამ ქვეყანაში რა. და ამიტომ ნეიროპილოტის განვითარება არის ესეთი. ჯერ ერთი მასობრივი პროდუქტისკენ ჩვენ არც მივდივართ, ახლა ჯერ შორს ვართ მაქედან, იმიტომ რომ ვიაზრებთ მაგ ამბავს, რომ ყველა ოჯახში სანამ არ იქნება ოკულუსი და ან რაღაცა ჰედსეტი. ნუ ალბათ მაქამდეც მივალთ. მაგრამ ეხლა ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანი ახლა არის B2B, B2B2C. ანუ ჩვენ ვთავაზობთ გუნდებს, ორგანიზაციებს, ბიზნესებს, რომ შენ თანამშრომლებს თუ გინდა რომ შფოთვა ნაკლები კონდეს პერფორმანსისთვის. ალბათ ჩვენი ორგანიზაციული კულტურა მაგისგან ძალიან. აი მაგას ეჯახები მე რა. და არ გიფიქრია რომ თუმცა ხვიდე ისეთ ბაზარზე რომელიც კი ბატონო, ხო და ნახე მან მივდიოდი რომ ოღონდ მთლად ვერ დააბრალებ ვერავის ვერაფერს რა, ხვდები? იმიტომ რომ მათი მხრიდან რომ შეხედო ახლა ვიღაცა ტიპები მოდიან შენთან, რაღაც ტექნოლოგიას განახებენ. კი ბატონო, შენი მორაგბე ამბობს რომ რას ამბობ ეს ტექნოლოგიების ახალი ტექნოლოგიის მარშიშიც არის. ხო, მაგრამ კლინიკური დადასტურება არ გჭირდება მაგისი? ხო? ანუ სამედიცინო პროდუქტი არის
თვისობრივად რა, ეგრე არის რა, სამკურნალო პროდუქტი არის და თუ სამკურნალო პროდუქტი არის, ამას სამეცნიერო ბექინგი ჭირდება. და აი მანდ არის ჩვენი პრობლემა, როგორც ნეიროპილოტის რა. ამიტომ ეხლა დავაფუძნეთ გერმანიაში კომპანია და გერმანელ დონორებს და კლინიკებს ველაპარაკებით იმაზე, რომ დავპარტნიორდეთ და კვლევები ჩავატაროთ. ანუ სამეცნიერო კვლევებს რო ჩავატარებთ და იმას დავადასტურებთ, რაც ჩვენ ვიცით რომ მუშაობს. მაგრამ დავადასტურებთ მეცნიერულად და ამის შესახებ სამეცნიერო ნაშრომი დაიდება, მე ალბათ დაფინანსების მოპოვებაც უფრო მარტივი გახდება, ხო? ცხადია, კი ბატონო. მოდი ვირტუალური რეალობა ცოტა შევაჯამოთ. გარდა შენი პროდუქტებისა, ბევრი რაღაც ხდება, ხო? ვირტუალური რეალობა. ახლა მე მგონი ცოტა შედარებით ის არის რა. ახლა AI-ზე არის. ახლა AI-ია, კი, მაგრამ მანამდე აი მეტამრო რაღაცის სამყარო შექმნა რა, რაღაც ვირტუალური რეალობა, ეგ ნიუსებში იყო რა. კი ბატონო. საკმაოდ ის გამოიწვია. რა ხდება დღეს ამ რამე მაგას განვითარება მოყვა მერე თუ გაჩერდა? ეხლა ხდება ძალიან ორგანული და ბუნებრივი პროცესი. ახლა იწყება ამ ტექნოლოგიის დანერგვა რეალურად. ნახე, 2013 წლიდან დაიწყო ჰაიპი, როგორც ყველა ახალი ტექნოლოგია რა, ანუ თავიდან მე ეს შეცვლის სამყაროს, ეს იქნება ისა. მედია ამას ყვება, მედია ამ ჰაიპს უერთდება, ასე ვთქვათ, მოლოდინი ჩნდება, რომ მორჩა ჩვენი სამყარო შეიცვალა და ეს ტექნოლოგია აქ არის. მე რეალობაში ჩამოიცვა თავზე ამას და ხვდები, რომ ჯერ ადრეა კაცო, ეს პროტოტიპია, ანუ ხარისხი არ უარგა, ის არ უარგა, ანუ 2013 წელს წარმოიდგინე. და ამას მოყვება მე სიკვდილის ხეობა, რომელსაც ქვია იმედგაცრუება მომხმარებლების რა. და მე როცა ამ მომხმარებლებს იმედგაცრუებას გაუვა რაღაცა ვადა და მწარმოებლები ამ ტექნოლოგიას იმ დონეზე გაუმჯობესებენ, რომ ასატანი გახდება, ხელმისაწვდომიც, მე იწყება ამ ტექნოლოგიის დანერგვა. ყველა ტექნოლოგია მოხდება, ანუ რაღაც ტექნოლოგიები ხო წვეთს სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, ხო, რაღაც ტექნოლოგიას, რაღაცამდე მიდის და შეიძლება გაჩერდეს, ან შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს პროგრესის განვითარება. ამ შემთხვევაში მოხდება ეგრე რომ გაგრძელდება თუ რაღაც სადღაც გაჩერდება. მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რაციონალურად, ხო? სათვალით მოხდება ეგ ამბავი, დიდი ჩაფხუტით მოხდება, ლინზით მოხდება თუ ტვინის იმპლანტით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ადამიანი ესკეიპისტი არის რა, ადამიანს უნდა სხვა სამყაროებში მოგზაურობა და ეს არ შეიცვლება. და თან უნდა ბევრად უფრო ნაკლები ტექნოლოგიით რა, მაგალითად ტელეფონი მე ეგეთი ის მაქვს ბოლო პერიოდში რა, რომ ბევრად უფრო დიდი ფანჯარით უნდა რა, ანუ რაღაც ლინზა რომ მქონდეს თვალჩასმული და რაღაც ესე რომ ვაკეთებდა, იქნება ბევრად უფრო კომფორტული. მაგას გეუბნები, ანუ მასე თუ შეხედავ მაგ ამბავს, ხო, ანუ ადამიანის ეს თვისება არ შეიცვლება და თუ კი ეს თვისება არ შეიცვლება, რაღაცა ტიპის ვირტუალური ტექნოლოგია იარსებებს ყოველთვის. ანუ გაფართოებული რეალობის ტექნოლოგია იარსებებს ყველა ვარიანტში. ამიტომ ჩვენი ხედვა არ არის მაინც და მაინც კონკრეტულ სათვალეზე ორიენტირებული. ჩვენი ხედვა არ არის მაინც და მაინც ჩაფხუტზე ორიენტირებული. ჩვენი ხედვა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანები ყოველთვის იარსებებენ, ვისაც უნდა მოგზაურობა სხვა სამყაროებში, ასევე იარსებებენ ადამიანები, ვისაც აწუხებს თავის თავში მენტალური რაღაც სირთულეები და ამორის შეთავსებით თუ შეიძლება რადგან ვირტუალურ რეალობასთან ძალიან ახლო კონტაქტი გაქვს, მოდი ერთ კითხვას დაგისვამ ხელოვნურ ინტელექტზეც. ზოგადად რას ფიქრობ? კი, ძალიან ვრცელი თემაა, ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ მთავარი სათქმელი რა გაქვს რა ხელოვნურ ინტელექტზე? მთავარი სათქმელი მაყურებლისთვის? რისი თქმაც გინდა, რას ფიქრობ რა ხელოვნურ ინტელექტზე? მოიშორეთ ეს ხმაური, რაც დაკავშირებული არის ნებისმიერ ტექნოლოგიასთან, VR იქნება ეს თუ AI იქნება თუ კრიპტო იქნება, ნებისმიერ მოიშორეთ ხმაური, ჩახედეთ ჰაიპის ქვეშ რა ხდება და დასვით კითხვა. ხო და ნახე, რა ხდება Rabbit Hole-ში და ხდება ის, რომ ჩვენ ფუნდამენტურად სამყარო შეიცვალა ბოლო 5 წლის მანძილზე ამ ტექნოლოგიის მეშვეობით. ხელოვნური ინტელექტი ქვია ამას, chatbot-ი ქვია თუ Gemini ქვია, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ საქმეები, რომელსაც ჭირდებოდა ბევრი ადამიანი, ბევრი ფული და ბევრი დრო, კეთდება წამებში, წუთებში და საათებში. ამას უნდა შეხედო და არა იმას ChatGPT ჯობია თუ Gemini ჯობია, ან ხელოვნური ინტელექტია თუ არა, ან ფიქრობს თუ არ ფიქრობს, ან ემოციები აქვს თუ არ აქვს. დროის საკითხია. როგორც კი ჩვენ LLM-ი შევაერთეთ ინტერნეტში, ჩვენ მას შემდეგ აღარ ვიცით, როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია. ჩემი რწმენა ეგეთი არის. იგივენაირად, როგორც მაგალითად blockchain პროექტი, როგორც კი live-ში გადის, ვინც იცის blockchain-ი რა არის, მას შემდეგ blockchain პროექტი აღარ ეკუთვნის blockchain პროექტის შემქმნელს. იმიტომ რომ კონტროლი მისი აღარ არის.
და კონტროლი სხვათა შორის ბოლო დროს მხდება ხოლმე, უფრო მეტად ამაზე რაღაც სტატიები, ინფორმაციები, რომ ნუ ეუბნებით ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს, იმიტომ რომ მე არ იცი ეს შენ წინააღმდეგ, ან თუნდაც წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, არ იცი როგორ იქნება გამოყენებული ეს ინფორმაცია. ერთი ძალიან საინტერესო კაცი არის Mo Gaudat, რომელიც იყო Google DeepMind-ის დირექტორი იყო თუ Google X-ის დირექტორი იყო მოკლედ რა და ეხლა წამოსულია кайხანია. მაქედან წიგნებს წერს ბედნიერებაზე და რაღაც ადამიანებზე რა გადასარავი კაცი არის მე მოვუსმინეთ ხო YouTube-ზე ძალიან კარგი პოდკასტი აქვს Slow-Mo ქვია რა და თვითონ წიგნების ავტორია წიგნები მაქვს წაკითხული ძალიან კარგი წიგნები აქვს რა მოკლედ ეგ კაცი ამბობს ძალიან მარტივ რაღაცას მე ვიყავი საწყისებთან იმ ხელოვნური ინტელექტის რომელსაც თქვენ ახლა იყენებთ საწყისებთან ვიყავი მანდ ვიყავი როცა ჩნდებოდა როცა იბადებოდა რა და ვხედავ ორივე შესაძლებლობას იმასაც რომ სამყაროს დაერხევა ამ ტექნოლოგიების გამო და იმასაც რომ სამყარო გადარჩება ამ ტექნოლოგიების გამო. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული იქით წავალ თუ აქეთ წავალ. ეგ ერთი და მეორე რა უნდა გააკეთო, ხო? ნუ ერიდები AI-სთან ურთიერთობას, პირიქით ელაპარაკე, ოღონდ შეეცადე რომ რამენაირად ჩანერგო ამ დღევანდელ AI სისტემებში ჩანერგო ეთიკის პარადიგმა. თუმცა როგორც მე ვიცი, აი ჩვენი მიმოწერებით დასწავლა არ ხდება. როგორ არ ხდება? Gemini-ში ახლა გაჩნდა ცოტა ბოლო ვერსიაში მე მგონი გაჩნდა საშუალება რომ სეტინგებში შეხვიდე და გამორთო დასწავლა. თორემ მანამდე ყველაფერი ნაჭამი აქვს და საკმარისზე მეტი აქვს ნაჭამი. ხო და რას ვამბობ რა რომ პირიქით ჩაურთე და ელაპარაკი ამ AI-ს ეთიკურად. ეთიკაზე ელაპარაკი, ადამიანობაზე ელაპარაკი, რატო იცი? იმიტომ რომ AGI რასაც ქვია, ზოგადი ხელოვნური ინტელექტი რასაც ქვია, რომელიც ჯერ არ აგვაქვს ჩვენ ოფიციალური ცნობებით, ხო? AGI იქნება შექმნილი დღევანდელი AI-ების მეშვეობით. ადამიანის მეშვეობით არ იქნება ალბათ იგივე სუპერკომპიუტერი რაც არის. კვანტური კომპიუტერი. უფრო კარგად მინდა გაიგო რას ვამბობ რა. დღევანდელი, ანუ მომავალი AI სისტემები არ იქნება შექმნილი ადამიანის მეშვეობით. უკვე ყველა კომპანია იყენებს 80-70-80%-ით AI-ის კოდინგში. შესაბამისად, თუ შენ გინდა რომ რამენაირად იმოქმედო იმაზე, როგორი ტექნოლოგია იქნება 5 წელიწადში, 10 წელიწადში ახლა უნდა ელაპარაკო ამას და არა ადამიანებს. და ელაპარაკე ამას. იმიტომ რომ ამაზე არის დამოკიდებული, არ ვიცი, სუპერინტელექტი რო გამოგორდება, როდისღაც ის გადაწყვიტავს თუ არა, რომ შენ საფრთხე ხარ. აი რა რო შეხედო რა. ეგ არის ღმერთი ალბათ. არ შევყვები მაქსაობას. მან დაღაწოვიდეთ. არ შევყვები მაქსაობას. მოდი ანტრეპრენეურობას დავუყურებთ. მე შენი ბლოგები წავიკითხე. და კარგად წერს სხვათა შორის მინდა გითხრა და ბევრი საინტერესო რაღაც კითხვა წამოვიღე რამდენიმე რაზეც მე მგონი გაშლა კარგი იქნება კი ბატონო და რაზეც საუბრობ შენ საუბრებსაც მოусმინე ცხადია პირველ რიგში მოდი გავაკეთოთ განმარტება იმიტომ რომ ცოტა ისეთია რა განსხვავებას ხშირად ვერ ვამჩნევთ და შეიძლება რაღაც მოგცეს ამის გაგებამ ვინ არის კაი მეწარმე ცოტა ისეთ სათქმელია ანტრეპრენიორი ყველაჯერს. ვინ არის მეწარმე? ვინ არის სტარტაპერი? რა განსხვავებაა სტარტაპს და მცირე ბიზნეს შორის, იმიტომ რომ ამაზე ხშირად საუბრობთ. კაი, შევეცდები რომ აქაც მოკლედ გიპასუხო, ოღონდ რავი, აქვე მოვნიშნოთ, რომ რამეს თუ მოკლედ პასუხობ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი ახსნა საჭირო ხოლმე და ვისაც აინტერესებს, შეუძლია თვითონ მოძებნოს. ყველაფერზე ვიტყვით სამწუხაროდ. მეწარმე არის ტიპი, რომელიც აწარმოებს რაღაცა პროდუქტს. მეწარმე. ანტრეპრენერი არის ტიპი, რომელიც ბიზნეს იდეას და ინოვაციას იგონებს იმისთვის, რომ რაღაცა პრობლემა მოაგოროს პროდუქტის ან იმის რა ქვია, მომსახურების მეშვეობით. ამიტომ არის ცოტათი ოდნავ უფრო ფართი არის ანტრეპრენერი ვიდრე მეწარმე, ხო? მეწარმე სერვისს არ აწარმოებს. მეწარმე აწარმოებს პროდუქტს. ანტრეპრენერი აწარმოებს ან სერვისს ან პროდუქტს რაღაც პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესის მეშვეობით, ხო? სტარტაპი ბიზნესისგან განსხვავება ფუნდამენტურად განსხვავდება ერთადერთი რაღაცით, რეალურად, ერთადერთი რაღაცით. ბიზნესის ამოცანა არის მოგების დაწერა. სტარტაპის უპირველესი ამოცანა არის პოვნა იმისი, რა არის მისი ბიზნესი. ამიტომ სტარტაპი ჩალიჩობს. როგორ უნდა ვიპოვოთ რა არის ჩვენი ბიზნესი? სტარტაპი ჩალიჩობს, რომ იპოვოს რა არის ისეთი ბიზნესი, რომლიდანაც შეიძლება მერე ძალიან ბევრი ფულის შოვნა, ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებით, ხო? ბიზნესი შეიძლება იყოს ნებისმიერი წამოწყება, რომელიც რაღაცას ყიდის მოგების სანაცვლოდ.
და სტარტაპი არ არის ნებისმიერი წამოწყება, სტარტაპი არის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მოძებნოს მასშტაბირებადი და გამეორებადი ბიზნესი როგორი იქნება. Როგორი იქნება ისეთი ბიზნესი, რომელშიც ერთხელ გაიჭაჭები და ბევრჯერ დაწერს და თან ერთ წელს გაყიდი თუ მილიონს გაყიდი, პროპორციული ხარჯები არ გექნება. აი ეგ არის ძალიან მარტივად რო ვილაპარაკოთ. ამიტომ ორი სხვადასხვა რაღაცა არის. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში სტარტაპი ხდება ბიზნესი. სტარტაპის წარუმატებლობის შემთხვევაში სტარტაპი კვდება. ორივეს ქვია გარდაცვალება. ან გარდაიცვლება ბიზნესად, ან გარდაიცვლება სიკვდილში. სხვათა შორის ძალიან ბევრი სტარტაპი გარდაიცვლება, ესე კი ბატონო, 92%. ხო, 90%-ზე მეტი არის პირველი წლის განმავლობაში. კი ბატონო. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ აი ამ 92%-ს არის თუ რამდენიც არის, ამაში არ შევიდეთ რა, ამ წილში. ერთი წამით შემოგიბრუნებ კითხვას. როგორ ფიქრობ? ადამიანების 5%-ში შესვლა ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ხო? არაჩვეულებრივი ამბავია, ხო მასია? მაშინ როგორ ფიქრობ? არაჩვეულებრივი მიზნის მიღება ჩვეულებრივი ცხოვრებით გამოდის? არაჩვეულებრივი ცხოვრებით და ჩარჩოებისგან თავის დაღწევის. ეგ იყო სხვათა შორის წიგნი, რომელიც ფარგმნე ბოლო. ზუსტად ეგ იყო მთავარი იდეა. ხო და ეხლა ეს არის სადღეგრძელოს დონე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სადღეგრძელოს დონეზე. ეხლა ჩავწდეთ. ძებნა ხდება პირველი იმით, რაც წეგამ თქვი, უნდა ივარჯიშო იმაში, რომ უარებს მიიღებ ბევრს და უნდა გქონდეს თავმდაბლობა იმისთვის, რომ აღმოჩნდება, რომ რაღაცაში ცდებოდი და 95% შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ცდებოდი ყველაფერში. უნდა გქონდეს უნარი იმისი, რომ არ მიიღო ეს პიროვნულად და თქვა, რომ აჰა, რადგანაც ამაში ვცდებოდი, მოდი შევცვალოთ რაღაცა ჩემ ბიზნესში. შენ ბიზნესში შენ შეგიძლია შეცვალო სამი რაღაცა. ან შეცვალო პროდუქტი, ან შეცვალო მომხმარებელი, ან შეცვალო ბიზნეს მოდელი. ამათი კომბინაციით ხდება ნებისმიერი ცვლილება. აი წეგან შენ იკითხე ეგ რომ როგორ ხდება ძებნაო. აი ამით ხდება ძებნა. ლუპი არის ეგეთი. ჩავიფიქრე იდეას ქვია მე მგონი ამას თუ ვიზავ ესე იმუშავებს. მივდივარ გარეთ, ვაკეთებ ექსპერიმენტს, მოვდივარ სახში, აღმოვაჩენო რომ ვცდებოდი აბსოლუტურად. ვფიქრობ რაში ვცდებოდი და ვცვლი ამ სამიდან რომელიღაცას ან სამივეს. და მე მივდივარ ისე ვაკეთებ ექსპერიმენტს. სანამ ამ ექსპერიმენტებით არ მივედი იქამდე რომ რაღაცამ ისე გაამართლა რომ ვიღაცებმა კალთები დამახიეს და მითხრას რომ გენაცვალე ოღონდ შენ არ წახვიდე და მე მინდა შენი პროდუქტი მანამდე მე ვეძებ. და ამ პროცესში ყველაზე დიდ შეცდომას რას უშვებთ ხოლმე? ის რომ მალე ვნებდებით? არა. ის რომ არ გვინდა აღიარება რომ ვცდებოდით. რატო იცი? იმიტომ რომ თავის ძირში ანტრეპრენერი, სტარტაპის დამფუძნებელი ხშირად არის გამომგონებელი ტიპი პირველ რიგში. მან გამოიგონა რაღაც პრობლემის გადაწყვეტა და გამომგონებელს ორგანულად უჭირს მიიღოს რომ ცდებოდა. რატო იცი? იმიტომ რომ დადასტურებულია რომ გამომგონებელსა და მის იდეას შორის ტვინში ისეთივე ემოციური კავშირი დგება როგორც მშობელს და შვილს შორის. და რა ვარია ეხა ვიღაცა მოვიდეს შენთან და გითხრას რომ შენი შვილი უშნოაო. ვერაა კაი ამბავი. ხო, ვერაა კაი ამბავი. ხო და აი ეგ არის მთავარი, უნდა გადალახო ეგ. უნდა გაწყვიტო ჯაჭვი და უნდა თქვა რომ ეს ჩემი შვილი არ არის. ჩემი იდეა არ არის ჩემი შვილი. ჩემ იდეას მე ჩემთვის არ ვარ. კი ბატონო. ან მას რო გავწვდეთ ბიზნეს ზოგადად ყველაფერში იდეებთან მიმართებით ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დებულება, აზრი რომელიც უნდა ჩაიბეჭო რომ შენი იდეა, შენი აზრი არ ხარ შენ. მეცაც გეტყვი, შენი შვილით მამაშვილობაშიც იგივე არის. მე შვილს ვზრდი არა ჩემთვის, არამედ სამყაროსთვის. ხო, იგივენაირად რას საკეთებ შენთვის კი არა, შენთვისაც ალბათ რაღაც მხრივ. ხო და მაგაშია საქმე, ეგ უნდა გაწყვიტო და მაშინ გახდება ის შენთვის. მიხვდი? როგორც კი შენ წყვეტ შენი შვილის ძერწვას შენთვის, მე ის ხდება ნაღდად შენთვის. ანუ ის მას უნდა შენთვის რაღაც გააკეთოს. იმიტომ კი არა რომ ეკუთვნის, ან იმიტომ კი არა რომ ვალდებულია. საერთოდ მამაშვილობაში ვალდებულებას რა უთხარი, ხო? ანუ შენ მამას ან დედას უვლი, იმიტომ რომ ვალდებული ხარ? არა, იმიტომ რომ გინდა, იმიტომ რომ გიყვარს. და თუ კი ეგრე გინდა რომ შემოქმედოს შენმა შვილმა, ლოგიკურია რომ იმსჯელოთ რომ შენ შვილი უნდა გაზარდოს სამყაროსთვის, რომ ის იყოს თვითმყოფადი წევრი სამყაროსი, რომ ის ძლიერი იყოს სამყაროსთვის. შენთვის კი არა, გაწ სამყაროსთვის. ხო, ეს არის ალეგორია ცხადია. ხო, სტარტაპშიც იგივეა. წეგან შენ ახსენე, რომ ქართული სტარტაპ ბაზარი, ეკოსისტემა არ არის მაინც და მაინც კარგი ყველა ნებისმიერი პროდუქტის დასატესტად. კი ბატონო. რაც განსხვავებულია კონტრარგუმენტია, ასე ვთქვათ, წინა ერთ-ერთ პოდკასტში, რასაც ვლაპარაკობ.
ცოტა რომ განვავრცოთ, აი რას ზოგადად ვიცი რომ ძალიან ბევრ სტარტაპთან ალბათ გქონია, ხო? ურთიერთობა კი. ურთიერთობა, შეხება და ასე შემდეგ. პირველ რიგში მაინტერესებს, რას ფიქრობ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაზე, რა ფენომენია საერთოდ? და მეორე ქართულ სტარტაპებზე რას ფიქრობ და როგორ გონია აი რა მაგალითად შეცდომებს უშვებენ ყველაზე მეტად ან აი რაღაც აქვთ შეიძლება ისეთი მცდარი წარმოდგენები რაც გონიათ რომ აი ამას თუ გავაკეთებ რაღაც წარმატებას მივაღწევან რაღაც ეგეთი ცოტა შორიდან რომ მოვუარო აქაც მე მოკლე პასუხები არ მაქვს არ გამოდის მოკლე პასუხებმა მოგვიყვანა აქამდე აი მაგიდან დავიწყებ მოკლე პასუხებმა ამ ქვეყანაში მოგვიყვანა აქამდე იმან რომ ჩვენ არასდროს არ ვლაპარაკობთ სიღრმისეულად. არ ვლაპარაკობთ საერთოდ დებატების კულტურა, კამათის კულტურა, საუბრის კულტურა. და საიდან მოდის ეგ ნახე? ჩვენ სხვანაირი ფსიქოტიპის ხალხი ვართ, ერი. სხვანაირი ფსიქოტიპის ხალხი ვართ. ვერ შევედრებით თუნდაც მეზობელ ქვეყნებს. და რაც გულისხმობ, ნახე, ქართველისთვის მენტალურად აი წეღანში რაც თქვი რა, მე რო შენ გითხრა რომ შენი აზრი აბსოლუტურად მცდარია და არ ვეთანხმები შენთვის ამ ეთნიკურ ჯგუფში ან ამ სოციალურ ჯგუფში გაზრდილი რო ხარ, შენთვის ეგ გინდა არ გინდა აღქმული იქნება, რომ მე შენ გითხარი რომ შენ ხარ სულელი. ბოლოს როდის უთხარი ვინმეს, ან როდის გითხრა ვინმემ რომ რაღაცაში არ გეთანხმება და არ ჩათვალე რომ სულელად თulis, ხო? ეგ გენეტიკური ბაგაჟი მოგვაქვს. ხო და რომ მივიდეთ ახლა თემამდე, ხო? ქართულ ეკოსისტემას არაფერი არ დაეწუნება. იგივენაირია როგორც ნებისმიერი სხვა ეკოსისტემა, რომელიც იზრდება ნულიდან სადღაცამდე. მე ამ ეკოსისტემის დაბადებას შევესწარი რა, იმისავით ვარ, რა ვქო, სამშობიაროში ვიდექ. ზუსტად მაგითო გეკითხები. და მას შემდეგ მოვყვები რა. მაგრამ აი პრობლემა ეკოსისტემაში კი არ არის. სირთულეები და ჩელენჯები არის ჩვენ მენტალში, ჩვენ მენტალობაში, ჩვენ აზროვნებაში, ჩვენ ფსიქოტიპში, რომელსაც ვერ ვხედავთ. და ეს ფსიქოტიპი არის ასეთი. შენი საქმე და შენ ხარ ცალცალკე. შენი საქმე თუ არ გამოვიდა, ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ ვარ გიხარ. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ვერ იპოვე უბრალოდ და საძებნელი არის რა. და სტარტაპების უმეტესობაში, ფაუნდერების უმეტესობაში ვხედავ მაგ სირთულეს რა, რომ იმდენად გადაბმულია მენტალურად თავის იდეასთან, რომ აღმოჩნდება, რომ ეს იდეა არ ვარგა, უჭირს ამის აღიარება და რადგანაც ეს უჭირს, კარგავს ძალიან ძვირფას დროს და ამის გამო არ გამოდის არც სტარტაპი, არც ბიზნესი და საერთოდ არაფერი არ გამოდის. და მერე იწყება დეპრესია, მერე იწყება სტრესი, მერე იწყება შფოთვა და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ გვინდა რომ ეს ციკლი გავარღვიოთ, ნომერი 1, ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენ როგორები ვართ. ნომერი 2, ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთთან გაზიარება აი ამისი. ფეილების, ნამდვილი ფეილების. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ შეიძლება დედამიწის ჭიპი არ ვიყოთ და ჩვენი მოფიქრებული იდეა საუკეთესო კი არა, სისულელე იყოს აბსოლუტური. და რომ აღმოჩნდება, რომ მისი ნაწილი სისულელეა, უნდა მივიღოთ როგორც არის. ნაწილი არის სისულელე და არა მთლიანი. ნაწილი ყოველთვის სისულელეა. ხო, და ის ნაწილი უნდა ჩამოაჭრა და უნდა გააგრძელო. აი, უნდა გაიაზრო, გაანალიზო და კი ბატონო. მაგრამ ცოტა პრაქტიკულად რო შევხედოთ, აი, ფული როგორ ვიშოვოთ? საშაურმე გახსენი და იშოვე. საშაურმე გავხსნათ და ანუ ფულს გააჩნია. ნახე, ფულს გააჩნია რა. ანუ სტარტაპს ტიპები ფულისთვის ხო არ აკეთებენ. სტარტაპს ადამიანები აკეთებენ შესწავლილი. აი, სტარტაპი არა უშუალო სტარტაპი შეიძლება არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მთავარი ის ხო მაინც კი ბატონო, კახი ნახე, სანამ ფულის შოვნაზე გადავალთ გენაცვალ. ჯერ ფული რა არის ხო უნდა გავიგოთ. ჩვენ გენეტიკურად ჩვენთვის და სოციალურად ჩვენთვის ფული არის ხელის ჭუჭყი. შენ რომ მეკითხები ფული როგორ ვიშოვოთო, ვიღაცამ ეხლა გამორთო შენი YouTube ვიდეო, იმიტომ რომ აო ეხლა ესენი დაიწყებენ აქა. ეგ ძალიან კაი საკითხი წამოჭერეს. ფულისტურ რაღაცებს გაიგე. ჩვენ ანუ ფინანსური ფულთან ურთიერთობა არ ვიცით. აი იმიტომ რომ არავის არ უსწავლებია, არც ჩვენი მშობლებისთვის, არც მათი არ ეცალა იმ ხალხს. ერთი წამით გაიაზრეთ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ერში და ქვეყანაში, სადაც ენაში მისალმება და დამშვიდობება დაკავშირებული არის ბრძოლასთან. სიტყვა გამარჯობა ნიშნავს იმას, რომ ორ ჯაიმაში ლაშქარში ორი კაცი შეხვდა ერთმანეთს და გამარჯობა უსურვა ერთმანეთს. და სიტყვა მშვიდობით ნიშნავს იმას, რომ ომი დამთავრდა და წავედით სახლებში მშვიდობით. ეს არის შენი გენეტიკური კოდი. და ამ გენეტიკურ კოდში არ იყო ამდენი საუკუნის მანძილზე ფულის ადგილი.
და ფული იყო ჭუჭყი. იმიტომ რომ ყველა ტიპი რომელიც ფულს შოულობდა, ძირითადად იყო ვაჭარი, რომელიც გარედან მოსული ტიპი იყო და რომელიც კოლაბორაციონისტობდა შენ მტერთან. და ამის დარღვევა საკუთარ თავში უნდა მოხდეს ახლა ამის დამარცხება. თუ გინდა შენ რომ ფულთან ჯანსაღი დამოკიდებულება გაგიჩნდეს, ჯერ ეგ უნდა გაიაზრო, რომ არაჯანსაღი დამოკიდებულება გაქვს ფულთან. მაგიტომაც არის რომ ამერიკაში ამას ეძახიან new money სინდრომი რა, ანუ ვინც ეხლა გამდიდრდება, ისინი დადიან ხოლმე ბუგატებით და მერსედესებით და ფერარებით და რაღაცეებით, თორე ვისაც თაობების მანძილზე ფული აქვს, ის მალავს რა, ანუ არ აჩენს იმ ფულს. დადის ის როლინგით, ხო? და ვერსაჩე და ვიღაცეები აცვიათ ძირითადად new money ტიპებს რა და ჩვენ ეგ მაგის კანდიდატები ვართ. თორე გაიხედე ვისაც ფული აქვს ნაშოვნი ბლომად საქართველოში. კაი, რა მაინტერესებს იცი? დავძაბები. არა, ეხლა ფიქრობდი რა, კიდე უფრო დამეძაბა თუ არა. კიდე უფრო მაგრამ მე მგონი ცოტა როგორც გინდა. არ გვინდა მეტი. როგორც გინდა. ჩემი აზრით საერთოდ არ არის დასაძაბი ეგ ამბავი. ჩემი აზრით დასაძაბი ხო. ეს არის მე მგონი უბრალოდ სალაპარაკო ოჯახში რა. აი ეს არის რასაც უნდა ლაპარაკობდეს. ხო, მეგობრებში რასაც უნდა ლაპარაკობდეს. ხო, ბიჭო, ეგრეა თუ არ არის. იქნება ეს გოგოჭური ცდება. იქნებ სისულელეს ლაპარაკობს. ხო? იქნება არ არის. მაშინ რა მაინტერესებს, იცი? ქართული ბიზნესის ზოგადად ისტორიას რამდენად კარგად იცნობ ეგ მაინტერესებს. ასე თუ ისე. ასე თუ ისე. კი. გაქვს საკუთარი აზრი რასთან დაკავშირებით? ქართული ბიზნესის აი შევეცდები რომ ფენოტიპი რაც არის რა. დღევანდელი? ნუ ხო ხვდები? არ ვიცი, აი რაც ჩაისახა, ავიღოთ თუნდაც 90-იანებიდან, ხო, ეხლა მანამდე იქეთ საერთოდ ვერ წავალთ. ნახე, ნიკო ნიკოლაძეს ანტრეპრენერი იყო. თემური ჭყონიაც ანტრეპრენერია. და კიდევ ვიღაცაც ანტრეპრენერია, ხო? სხვადასხვა ფენოტიპებია, სხვადასხვა დემოგრაფია, სხვადასხვა ბექგრაუნდია, სხვადასხვა ისტორია, თემურს სხვანაირი ბრძოლები ქონდა, ნიკო ნიკოლაძეს სხვანაირი ბრძოლები. ამიტომ ჩემი აზრით ესე ერთ ქვაბში ვერ ჩავყრით. იმიტომ რომ ბექგრაუნდი იყო სხვა. რაც შეეხება დღევანდელ ბიზნესს, ხო, ანუ დღევანდელი ბიზნესი აი ჭრელია ისეთივე როგორც ჩვენი საზოგადოება რა. ზოგი, რასაც უყურებ, არიან ტიპები, ვინც ცდილობს რომ თავის თავზე იმუშაოს და ჯანსაღი დამოკიდებულება ქონდეს ფულთან. ზოგი არის ადამიანები, რომლებიც ცალსახად თვითმიზანი არის ფული, იმიტომ რომ უჭირდა ბავშვობაში. ზოგი არის ისეთი, რომელიც ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებას აპირებს და ზოგი არის ცეხავი კი, რომელსაც, რავი, მიაჩნია რომ ბიზნესის კეთება არის ეგ არა. ანუ ვერ გაიგებ. სხვა ჭრელი ბიზნეს მენტორი ხო ხარ? კი. სტარტაპების დამფუძნებლების. სტარტაპების დამფუძნებლების. ზუსტად ეგ მაინტერესებს. ყველაზე მეტად რაში მოიკოჭლებენ? ქართველი სტარტაპების დამფუძნებლები. ყველაზე დიდი ნაკლოვანება რა აქვთ, რაც გამოსასწორებელია, შესავსებია. აი წეგან რაც თქვი ეგ, მართლა გეუბნები. ინტროსპექცია საკუთარ თავთან დალაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ფული არ ტეხავს და მე შეიძლება ვწდებოდე. всё. ქართველ ადამიანს, აი ამ სოციუმის გამოზრდილ ადამიანს ვერ გააჩერებს ვერაფერი. ეს ორი რაღაცა რომ შეძლოს. კაი, შენს კითხავ ამ კითხვას, იმიტომ რომ ბევრს ვეკითხები. ხო. და განსხვავებული პასუხები არის ხოლმე. თანადამფუძნებელი პარტნიორი მნიშვნელოვანია, ხო? აუცილებლად. როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი პარტნიორი თანადამფუძნებელი? აი, რასაც ვაკეთებთ იმ საქმეში. ეს უნდა იყოს ჩემგან განსხვავებული ტიპი, თუ ჩემნაირი ტიპი. მანდა როგორ გითხრა? ნახე, არ არის რეცეპტი. არ არის რეცეპტი. ეს იგივეა რომ ადამიანს გითხოთ, საცოლე როგორ შევარჩიო? ანუ მართლა ეგეთი ანალოგია არის, იმიტომ რომ რავი, ჩემ ცოლზე უფრო ხშირად ჩემ პარტნიორს ხედავ. და რავი, ხო ხტები რა, მაგრამ უფრო რომ დავაწვრილმოთ, ეგეთ სადღეგრძელოს ლეველი იყო რა. ეხლა მოდი ჩავიდეთ ერთი ლეველი თქვევით რა. პლატონის მღვიმეში. ხო, ანუ განსხვავებაც უნდა იყოს და მსგავსებაც უნდა იყოს. რატო იცი? ნახე რატო სტარტაპებში კულტურაზე როცა ვლაპარაკობთ, აი საერთო კულტურა უნდა გქონდეთ. რას ნიშნავს საერთო კულტურა? საერთო კულტურა არ არსებობს. ხო და აი რას ნიშნავს? უფრო აი რომ ჩავშალოთ, როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს საერთო კულტურა? მე გეტყვი. საერთო კულტურა თავის ფუნდამენტში ნიშნავს იმას, რომ მე და შენ დასინქრონებულები ვართ იმასთან დაკავშირებით, რას ნიშნავს წარმატება. აი მე და შენ გავაკეთეთ სტარტაპი. მე თუ გულში მაქვს, რომ ჩემთვის წარმატება არის $1,000,000 შოვნა. და შენ თუ გულში გაქვს, რომ შენთვის წარმატება არის მილიონი ადამიანის დახმარება.
ხო ლოგიკურია რომ ვიმსჯელოთ რომ ჩვენ სხვადასხვა მომენტში ვიგრძნობთ რომ წარმატებას მივახციეთ. ჩვენ ასინქრონში ვართ. მანამ სანამ ჩვენ თავიდანვე არ გავიზიარებთ ერთმანეთის წარმატების დეფინიციას, მანამდე ჩვენ კულტურა არ გვაქვს საერთო. ფასეულობები ფუნდამენტურად შეიძლება საერთო გქონდეს, შეიძლება განსხვავებული, მაგრამ რაღაცა ფასეულობა უნდა იყოს თანაკვეთი. და ზოგადად არის საჭირო რომ რაღაც კულტურის ჩარჩოებით ვიყოთ შემოსაზღვრული, როგორც იცი რა არის საჭირო? მე მგონია რომ ეგ დამაზიანებელია ძალიან ხშირად, როდესაც თუნდაც კულტურული ჩარჩოებით კი ბატონო. ვართ გააჩნია კულტურას რას ვუძახით. ეგ გვიზღუდავს თუნდაც გამბედაობას, თუნდაც რაღაც ოღონდ გააჩნია კულტურას რას ვუძახით. მაგიტო ვცდილობ მე გავამარტივო და კულტურულ სადღეგრძელოს ლეველზე არ ავიყვანო. კულტურა არის ძალიან გამოსაყენებელი რაღაცა. მე და შენ უნდა ვიყოთ დასინქრონებული იმაზე, რას ნიშნავს წარმატება. მე და შენ ერთმანეთში უნდა დასინქრონებული ვიყოთ, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. მე უნდა ვიცოდე შენ რატო ვაკეთებ, შენ უნდა იცოდე მე რატო ვაკეთებ. და მე და შენ უნდა ვიცოდეთ რა სახე გვინდა რომ კონდეს ამას საბოლოო ჯამში. ეგ სამი რაღაცა საკმარისი არის იმისთვის რომ მე და შენ ვთქვათ რომ ჩვენ კულტურა გვაქვს. და რაც შეეხება co-founders-ში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთადერთი რაღაცა რა. შენ ნდობა გაქვს თუ არა იმ ადამიანის მიმართ. თუ შენ ნდობა არ გაქვს, თუ შენ იმის იქეთ უკვე არაფერს აზრი არაფერს არ აქვს. აი ქართველებს ხშირად გვემართება ხოლმე ეგ რა ჩვენ სამყაროს ეგრე აღვიქვთ ქართველები რა აი მე რო შენ გიყურებ თქვათ ხო შენ რო შენ საქმეს აკეთებ ჩემი მაიმუნი მეუბნება რომ მე ამ საქმეს შენზე უკეთესად გავაკეთებდი მაგრამ პროსტა არ მცალია ეხლა რა აი ხო დაგმართია ეგ აი co-founders ეგრე როგორც კი შეხედავ დარხეული აქვს მაგ გუნდს დამთავრებულია და აი გუნდი რადგან ახსენე კარგი გუნდი როგორ გავაშევქნათ აი კარგი გუნდი ეგეთი არის სადაც ყველა მაგალითად ტექნოლოგიების სფეროში ხო არ შენ კარგი გუნდი არის შემდეგი რაღაცა ერთ ზონეზე რო ავხსნათ გუნდი რომელშიც დომეინ ექსპერტიზა არსებობს ანუ რა სფეროშიც ვაპირებთ ინოვაციას იმ სფეროს გამოცდილება არსებობს პროდუქტის შექმნის ექსპერტიზა არსებობს ანუ როგორც ვაპირებთ რომ შევიდეთ ამ ბაზარზე რა პროდუქტითაც იმ პროდუქტის შემქმნელები უნდა ვიყოთ რეალურად და მესამე ბიზნეს ექსპერტიზა არსებობს ანუ ჩალიჩი შეგვიძლია ეგ სამი კომპონენტი არის მთავარი ნებისმიერ გუნდში ამას ეძახიან ჰასლერ ჰიპსტერ ჰაკერი რა ჰასლერი ხარ მიწევს ბუნებრივად არა ვარ თუმცა ყველას გვიწევს ხო თუმცა 20 წლიანი ტრეინინგი გავლილი მაქვს ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ვარ კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ეგ ძალიან საჭიროა აუცილებელი რაღაც არის აუცილებელი დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით დღეს თუ შენ ჰასლერს როგორ განმარტავთ ქართულად მოდი ძალიან კარგი ქართული სიტყვა არსებობს მაგისთვის ოღონდ ჩვენთან ეგ სიტყვა ახლა ჩალიჩი არის ჰასლი არის ჩალიჩი ოღონდ ჩვენთან ძალიან ცუდი კონოტაციით არის რა ჩვენთან ჩალიჩა ნიშნავს გაიძვერას რაღაცა ნეგატიურით არის ხო ჩალიჩი არის სხვა რაღაცა ჩალიჩი არის რო არ გამოდის რაღაცა და გზას იპოვი რომ გამოვიდეს ეგ არის ჩალიჩი ფუნდამენტში გაიძვერობა ეს ზევიდან მეერე დამატებული ამბები არის რა ამიტომ მოდი აი ეს კულტურული დონე ცოტა ხანი ჩავაჩოჩოთ და ფუნდამენტ შევხედოთ რა ჩალიჩი რას ნიშნავს კაი მოდი ერთი-ორი ესეთი კითხვაც დავსვათ ცოტა პრაქტიკული ინვესტიციებზე გითხავ რადგან ამ ინდუსტრიასთან ახლო შეხება გაქვთ დიდი გამოცდილება გაქვთ ინვესტიცია აუცილებელი არის თუ ინვესტიცია პირიქით შეიძლება დამაზიანებელი იყოს ერთიც და მეორეც გააჩნია შენ რა გინდა და ავხსნი რატომაც უმეტესობა კვლევების აჩვენებს შემდეგ რაღაცას. ანუ ინვესტიციის საპირწონეთ რა არის, ეგეც უთხრათ მაშინ მაყურებელს, ხო? ოკეი. არა ინვესტირებულ სტარტაპებს ეძახიან და ქვიათ bootstrapping სტარტაპები, bootstrap სტარტაპები. ანუ bootstrap-ი რას ნიშნავს? რომ შეიკარეთ თასმები და გახვედით ბრძოლის ველზე თვითონ, საკუთარი ფულით, ხო? ერთს თავისი პლუსი აქვს, მეორეს თავისი პლუსი აქვს. bootstrapping-ს აქვს ძალიან დიდი პლუსი. არავის ვალში არ ახარ. არავინ ზევიდან არ გადგას და არ გეუბნება რომ დროს შენ აკონტროლებ, როდის მიაღწევ წარმატებას და რასაც ნადირობ იმას ჭამ. პლუსია რა, მოკლედ. სიწყნარე, ამის სიწყნარე აქვს. მაგრამ ძალიან დიდი მინუსი აქვს. ძალიან შეზღუდულია შენი გაქანება მერე. ხო? ანუ სისწრაფე ძალიან შეზღუდული არის. ანუ ველოსიპედით დადიხარ. ველოსიპედით მიხვალ ჩხოროწყუმდეც და ბათუმამდეც. მაგრამ ვიღაცა თუ მანქანაში ძალიან ნელა. ხო, მაგრამ ვიღაცა თუ მანქანაში ზის, ის ბევრად სწრაფად. სწორად როგორ უნდა, ანუ ინვესტიცია ისე როგორ უნდა მოვიპოვოთ, რომ ეს რეალურად არ არსებობს. ყველა ინვესტიცია არის ვალი და ვალდებულება ვიღაცასთან. ანგარიშ ვალდებულება მინიმუმ.
ამიტომ შევეშვათ მაგამ ბავშვებს. არა, რას გულისხმობ, იცი? შენ უნდა იცოდე რატომ იღებ ინვესტიციას. ინვესტიციას უნდა იღებდე იმისთვის, რომ სწრაფად მიხვიდე, სანამდეც უკვე ვიცი რომ მიხვალ. ხშირ შემთხვევაში პრობლემას ადიბადება, როდესაც ადამიანები და სტარტაპები იღებენ ინვესტიციას დაწყებაში. დაწყებაში მიღებული ინვესტიცია ყველაზე ძვირი ინვესტიციაა მსოფლიოში, რაც კი შეიძლება აიღო. ყველაზე ცუდი ვალი არის. ამიტომ გინდა კარგი ინვესტიცია აიღო, კეთილი ინებე დაადასტურე შენი გზა, დაადასტურე რომ იცი როგორ უნდა გამოვიდეს აქედან ბიზნესი და გაგრძელებაში აიღე ფული. კი ბატონო. მერე ბევრად უფრო კარგი სამართლიანი პირობებია. ოკეი. ოცნება მიზნად როგორ გადავქნათ? ოცნება მიზნად მაგაზე ბევრი მაგ დაწერილი და ნალაპარაკები, მაგრამ ოცნებას და მიზანს ფუნდამენტური განსხვავება რა აქვს. ოცნება არის რაღაცა, რაც ჭირდება შენ twins იმისთვის, რომ გრძელვადიანი мотиваცია კონდეს, რომ არ დანებდეს. და machine by definition, ანუ თავის დეფინიციით, ოცნება არასდროს არ უნდა ახდეს. და შენმა twinმა ეს იცის. მუდმივად უნდა კონდეს. უნდა იყოს არსებობდეს სულ რა. ჰორიზონტივით არის ოცნება, საჭირო არის, მაგრამ ვერ მიაღწევ ვერასდროს. და თუ გინდა რომ მაგ მიმართულებით იმოძრაო, გრძელვადიანი мотиваციისთვის გადასარევი რამეა, მაგრამ მოქმედებაში არ გეხმარება. მოქმედებაში რომ მოგეხმაროს, შენ უნდა მანამდე აი ესე თვალი ჩამოწიო და ამ ოცნების გზაზე რა მიზნებია ეგენი ჩამოთვალო. და ეს მიზნები უნდა იყოს გაზომვადი, უნდა იყოს დროში ჩასმული, უნდა იყოს რელევანტური და უნდა იყოს შესრულებადი. ანუ უნდა გასაგები იყოს რას აქციელი მოიტანს ამას. ამას ქვია smart მიზნები, მე დაგუგლეთ. უნდა დაანაწევრო. უნდა დაანაწევრო. პატარ-პატარა ნაბიჯებად, პატარ-პატარა ლუკები. ის ოცნება, ის ჰორიზონტი მუდმივად გადაიწევს და მუდმივად ახალ-ახალი მოვა. მაგრამ სანამ მიზნებად არ გადააქცევ, შენ საქციელში ვერ გადმოდის. ხო, მაგრამ მან აი პროკრასტინაცია შემოდის ხოლმე რა. პროკრასტინაცია რო განმარტოთ არის რაღაც გადადება, რომ რაღაცის გაკეთებას ბოლო მომენტამდე თავს არიდებ რა. მიზნებზეც მათ შორის შეიძლება ეგრე იყოს, რომ მიზნის განხორციელებას აი ბოლო მომენტამდე თავს არიდებ. რამე მექანიზმი გაქვს, რითიც ამ თავს აღწევ ხოლმე ამ გადავადებას. ვინც კი ამ ვიდეოს უყურებს ჩემი სტუდენტებიდან, ახლა სავარაუდოდ ბევრს იცინებს და გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ მე ვარ. დაწერეთ, ვემხრობით მაგიდიას. აქ მთავარი ინსტრუმენტი არის ერთი ძალიან გადასარევი კითხვა. რატომ? აი მოგივიდა პროკრასტინაცია. ფილოსოფოსების საყვარელი კითხვა. ხო, გეზარება რაღაცის გაკეთება. რა შეიძლება რომ დასვა კითხვა, რატომ ეზარება? და მე ჩაყევი ამ რატომებს 5 რატომის პრინციპი ქვია ამას რა. აი რატომ ეზარება? რავი, იმიტომ რომ ისე რა ქვია, არ მინდა ამის გაკეთება. კარგი, არ მისცე საშუალება შენ თავს რომ დარჩეს ამ ლეველზე რა. და რატომ არ მინდა? იმიტომ რომ მეშინია. რატომ მეშინია? იმიტომ რომ რაღაცა, და ბოლოს ჩახვალ 5 რატომის მერე დიდი ალბათობით ჩახვალ იმ ნამდვილ მიზეზამდე, რის გამოც გრძელვადაში ამ საქმის კეთება არ გამოგდის. ის შეცვალე. ზედაპირს კი უცვლი, ეს სიმპტომი არის. ჩადი 5 რატომით იქამდე საამდე საჭიროა და ის შეცვალე. ის შეცვალე, რაც შესაძლებელია რეალურად. კი. კაი, მოდი ესეც უნდა გკითხო. და დაგანებებ თავს. ნიჭერია, მაგრამ ზარმაცი. აი ეს ამ იმით რა ქვია, არ ვიცი. ჯანმრთელობა. ბოდიში ბულშეტზე ალერგია მაქვს და. ამ იმით რა ქვია, არ ვიცი, სტერეოტიპით ვიზრდებით რა. მთელი ბავშვობა და თან სხვებს გვადარებენ და რაღაცა. საიდან მოდის საერთოდ ეს, ანუ საიდან გაჩნდა? მოდი ვითამაშოთ. მოდი რატომობანა ვითამაშოთ, გინდა? აი შენთვის უთქვამთ, შენზე უთქვამთ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. როგორ ფიქრობ, რატო უთქვამთ? იმიტომ რომ ნიჭიერი ვიყავი ყოველთვის. მაგრამ ზარმაცი არ ვიცი რამდენად ვიყავი, ანუ რაც მომწონდა, იმას ვაკეთებდი. ერთი წამით შეეცადე და მიპასუხე, აი როგორ ფიქრობ იმ ადამიანმა იმ მომენტში შენზე რატომ თქვა? ეგ ხო არ იყო სპეციალურად გაკეთებული, რომ мотиваცია მოეცათ ჩვენთვის, როგორ ფიქრობ? არ ვიცი. შენ მითხარი. მოდი ვითამაშოთ რა. აი როგორ ფიქრობ? თქვა იმისთვის რომ мотиваცია მოგცენ არის შენი პასუხი სოკრატული მეთოდით. ხო, პირველ რატომზე ეგ არის შენი პასუხი. კაი. როგორ ფიქრობ, რატომ გადაწყვიტეს რომ мотиваცია მოგცენ იმით რომ დაგარქვეს ზარმაცი და ნიჭიერი ერთდროულად? ხო, ეგ ძალიან ის არის რა ქვია. დისონანსი არის. ადვილი კითხვებით არ მოძრაობთ ჩვენ აქ, ხო? დავაი, აბა. როგორ ფიქრობ? ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. რატო შეიძლება რომ ეს ორი მართლა? ეს ორი რატო შეაჯვარეს ერთმანეთთან? ნახე, ზარმაცი ხო ნიჭიერის საპირისპირო გამოდისავით რა. ანუ ნიჭიერი არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია ალბათ რა. ანუ ყველაფრის უნარი არ დასწავლის, მაგრამ
ზარმაცი რადგან არის არაკეთებს. აჰა. ანუ ესე იგი ამით ვიღაცას უნდოდა რომ შენ თუ ისე ჩვენებინა რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. მაგრამ ზარმაცი რადგან ხარ არაკეთებ. მაგრამ თან შენი მინუსიც ეჩვენებინა შენთვის. ხო? ანუ შენი სისუსტეც გაჩვენა და შენი სიძლიერეც. კარგი. როგორ ფიქრობ? ანუ თან ნახე, ანუ ისიც არის რა. ხო, გაჩვენებს რომ რაღაც შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ ანუ რაღაც იმასავით არის რა, წინ რო ჩამოკიდებული და მიყვები. ოკეი. ნიჭის დეფინიცია მითხარი თუ შეგიძლია. ნიჭის ჩემებური გაგებით ნიჭი არის უნარი ადამიანის რომ ნებისმიერი ახალი რაღაც დაისწავლოს. ან მეორე დეფინიცია შეიძლება იყოს, რაც ალბათ უფრო კლასიკური დეფინიციაა, ეს იყო ჩემი დეფინიცია. რაც ალბათ გენეტიკურად დაბადებიდანვე რაღაცის მიმართ რაღაც უფრო კარგად გამოგდის ვიდრე სხვა რაღაცა. ეგ არის ალბათ მიდრეკილება, ხო? ხო, ანუ სხვაზე უკეთ რაღაცა გამოგდის. ეგ არის ალბათ ნიჭის გამო. ოკეი, ორივე იყოს. თუ კი ეგრეა და თუ კი ნიჭი ეგ არის. სიზარმაცე რამენაირად შეიძლება კავშირში იყოს მასთან და უფრო ზუსტად დავსვო კითხვა. სიზარმაცე რა? ხო, სიზარმაცე რა არის? სიზარმაცე ზანგაი რაღაცაა სხვათა შორის. მე მგონია რომ კარგია. აი მითხარი რა? იმიტომ რომ ზარმაცი რო არ იყოს ადამიანი, ის მარტივ გზებს რაღაცების გაკეთების არ მოიფიქრებს. ეგ არ არის სიზარმაცე. აბა რა არის? ეგ არის hustle. hustle-იც არის და ეგ არის challenge. ნახე, ანუ რაღაცის აი მე თუ არ დამეზარა ტელევიზორამდე მისვლა და გამორთვა ესე თითის დაჭერა, პულს არ გავაკეთებ. ხო, მაგრამ ნახე, ეგ არ არის სიზარმაცე ჩემი აზრით. სიზარმაცე არ არის ოპტიმიზაციის სურვილი. ოპტიმიზაციის სურვილი. კაი, შევატრიალოთ თან. შენ რატომზე შენი პასუხი რა არის? რატომ აი, რასაც ამბობდი ეგ. რატომ ამბობენ? ნახე, არა, რასაც ამბობდი კარგად. ნახე, ანუ ჩემი აზრით ჩვენი მშობლების თაობას, იმათი მშობლების თაობას და იმათი მშობლების თაობას უბრალოდ მაგდენი ფსიქოლოგია არ ესმოდა შეიძლება. არ უსწავლიათ, არ წაუკითხავთ, არ გაუგიათ, არ უფიქრიათ იმაზე რომ მე ახლა ამას რო ვამბობ ამ ბავშვს რო ვეუბნები, ეს რას გამოიწვევს? არ უკითხავთ ეს კითხვა. არადა რო დაუჯდეთ ახლა და ნებისმიერ ადამიანს ვისაც ეგ სიტყვა უთქვამთ ვიღაცაზე შვილებზე, ხო? რო დაელაპარაკო და უთხრა რომ იცი რა არის შე როცა მაგ სიტყვას ეუბნები. ის ადამიანი კოდირდება იმაზე რომ ერთი ოკეია რო იყო ნიჭიერი და ნიჭს არ ვერ იყენებდნენ. და თან ცოტა ინგლისურ სიტყვას ვიტყვი. cool შეიძლება ის დეფინიცია. ხო, მაგას გეუბნები, ანუ ამას დადებითი კონოტაციით იძახდნენ ხოლმე. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, ანუ ამას ვითომ ანუ მაღლად. ხო და ნახე, რამხელა რაღაცასთან გვაქვს საქმე. მასწავლებელი ამას ამბობდა იმისთვის, რომ მშობლისთვის თან პახოვდო არ ეწყენინებინათ ამ მშობელს სიამაყე განეცადა შვილის და შვილსთან ეს რო გაეგო შვილსაც არ წყენოდა. ანუ მასწავლებელი ხო, მაგას გეუბნები, ანუ მასწავლებელი ცდილობდა არც მწვადი დაეწვა არც შამფური, თავის საქმეს რეალურად არ ასრულებდა, თავის ფუნქციას არ ასრულებდა. მშობელი ამას აყვებოდა და იმეორებდა ამას რამდენჯერმე ბავშვისთვის და ბავშვი კოდირდებოდა ჩახარტყოდებული ქონდა მთელი ცხოვრება რომ შეიძლება მთელი ცხოვრება შენ რაღაცა ნიჭი გქონდეს, მაგრამ ამ ნიჭს არ იყენებდე იმიტომ რომ ზარმაცი ხარ და ეგ არის ოქსიმორონი. ანუ თუ ზარმაცი ხარ, ეს თუ ნიჭიერი ხარ, ეს ნიჭი შიგნიდან იმდენად გაწუხებს და იმდენად ნიჭი გაქვს იმის რითიც თვით გამოხატვა გინდა. ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვინც ნიჭიერია რაღაცაში, ოღონდ არ სიამოვნებს იმის გაკეთება. ან თავს გამოხატავს იმით, რაშიც ნიჭი არა. შესაბამისად, თუ შენი თავის გამოხატვა როდის დაგზარებია? არასდროს. ხო, ეგ ბუნებრივად რაც ხარ ის. შესაბამისად, შენ დეფინიციითაც ნიჭიერი და ზარმაციერი დროულად ვერ იქნები. შენ ნიჭიერი სხვა რაღაცაში ხარ, ზარმაცი სხვა რაღაცაში ხარ. და სიზარმაცეს აქვს ხოლმე რაღაცა მიზეზები. სიზარმაცე შეიძლება იყოს იმის გამო, რომ რაღაცა არ გინდა, სიზარმაცე შეიძლება იყოს რაღაცა არ გესმის, რაღაცის გეშინია, ან რაღაცა არ იცი. საბოლოო სათქმელი რა გვაქვს? დასვით კითხვა რატომ? იყავით ნიჭიერები და ზარმაცები? არა. თუ ჩვენი საბოლოო სათქმელი არის წეღან რაც ვახსენე რა. ჩვენ საზოგადოებაში უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ანუ ჩავცდეთ ხოლმე სადღეგრძელოს დონეს ერთი სართულით ქვევით მაინც რა. ერთით მაინც. და ველაპარაკოთ ერთმანეთს. ეს ჩვენი საუბარიც ეხა ხო არ იყო მაინც და მაინც შეიძლება რა. ნუ რაც შევძელით. ეგ ფრაზა ხო გაგიგია რომ რაღაცა ჭკვიანი ადამიანები ლაპარაკობენ ფაქტებზე და უფრო ჭკვიანი ადამიანები ლაპარაკობენ იდეებზე. თუ რაღაც ეგეთი ფრაზა არსებობს რა, რომ ვიღაცა რეალურად ფილოსოფოსი ადამიანიც ეგ არის რა. შეიძლება ფაქტები ბევრი არის, ოდეს, მაგრამ აზროვნება უყვარდეს და თვითონ რაღაცა დასკვნამდე. ხო და ყველას უყვარს აზროვნება, იმიტომ რომ ეს ღუტუნი ყველას სია
სიამოვნებს, გაიგე და გავაკეთოთ ეგა რა, ველაპარაკოთ ერთმანეთს, ვკითხოთ ერთმანეთს, გავუზიაროთ ერთმანეთს და რაც თავარია დავსვათ კითხვა რატომ, იმიტომ რომ მაგ კითხვაზე პასუხების მოძიებაში არის ვარჯიში ტვინისთვის. დავსვათ კითხვა რატომ? მე მგონი აი აქ უნდა დავასრულოთ რა. ძალიან კაი სლოგანი არ მიყვარს ეს სიტყვა, არა სლოგანი, ძალიან კაი იმით მოწოდებით ვასრულებთ პოდკასტს, თან უკვე 1 საათზე მეტი კი არის რა ლაპარაკობთ. ალბათ კი. კაი რაღაცებზე ვილაპარაკეთ, ბევრი სალაპარაკო კიდე დაგვრჩა და მე შეგვიძლია გავაგრძელოთ სხვა დროს. სიამოვნებთ. თან ცოტა აგვიცივდა სტუდიაში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა პირიქით, რომ მოხვედი, რომ დაგვითმეთ დრო, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა რომ გვიყურეთ. გამოიწერეთ. დალაიქეთ, კომენტარები დაგვიწერეთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ. და ვეცდებით გავიტოვოთ. მე ყველა კომენტარს მართლა წავიკითხავ და დაჟე ყველას უპასუხებ კომენტარს ვკითხულობ, მინდა გითხრათ რაც იწერება, ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ. დასვით კითხვა რატო? ნახვამდის.